მოგესალმებით დღეს უკვე მეორედ ამჯერად თავისუფალ სტუდიაში ვხვდებით ერთმანეთს მე ვალელა ბაღდავაძე და ჩვენ სტუმრებთან ერთად ვიწყებთ იმ თემების შეფასებას, რომელიც ამ დროისთვის არის აქტუალური. ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე დამდგარი განაჩენიში ნაგასაკუთრების საამსროს ახალი სამმართველო, რომელიც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით პირველი ივნისიდან დაიწყებს მუშაობას. ქართული ოცნების ურთიერთობა ბრიუსელთან ღელვა დანიაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ევროპელი ლიდერებისთვის გაგზავნილი კრიტიკული წერილი, ამას ემატება პასეს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიში, აქეთ 26 მაისის აქცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს მოკლედ იმ თემების შესახებ, რასაც დღევანდელ გადაცემაში შევეხებით და წარმოგიდგენთ კიდეც პირველ სტუმარს პოლიტიკოსი დიმიტრი ცკიტიშვილი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა დიმიტრი და მადლობა სტუმრობისთვის. ბატონო დიმიტრი, აი რამდენიმე საათის წინ კიდევ ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას საქმეზე გამოცხადდა განაჩენი და იმოდი დავიწყოთ სწორედ და მოსამართლის გაწყვეტილების შეფასებით ლევან ხაბეიშვილს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის გადაცემის დაპირების ბრალდება გადაუკვალიფიცირდა, თუმცა ის დამნაშავედ იქნა ცნობილი სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლის ბრალში, ისე როგორც კიდევ ერთ მუხლთან მიმართებაში, რომელიც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. საბოლოოდ ლევან ხაბეიშვილს გეცოდინებათ, რომ 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მესაჯა, რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, ეს მის წინააღმდეგ მეორე სისხლის სამართლის საქმეა, რომელზეც გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. ამ შემთხვევაში ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა და გავახსენოთ მაყურებლებს ისიც, რომ მურთაზ ზოდელავას ხაბეიშვილის დაკავების პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლას ედავებოდნენ. მოკლედ განაჩენი ცნობილია ლევან ხაბეიშვილი, ისე როგორც მურთაზ ზოდელავა დამნაშავედ იქნენ ცნობილი. აი გითხარი, რამდენად ხართ იმ ადამიანების რიგებში, ვინც აღნიშნული პოლიტიკოსების მიმართ დამდგარ განაჩენთან მიმართებაში ვისაც უბრალოდ კითხვები უჩნდება და თუ კი ასეა, რა კითხვებია ეს? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. რა თქმა უნდა, კითხვები არის, თვითონ ახლა ჩემთვისაც წარმოუდგენელია, რომ გაუგებარიც არის. ჯერ ის იყო გაუგებარი, თავიდან რასაც დავებოდა, რაღაცა მოსყიდვის მუხლი რო დაუკვალიფიციროს, იმიტომ რომ განცხადება გააკეთა, რომ პრემიერს გადაუხდეს. ეგეც გაუგებარი იყო. დღეს უსმენდი ადვოკატს რაღაც მომენტში და თქვა, რომ ეს მათთვისაც აბსურდული აღმოჩნდა და ეს მუხლი შეცვალეს. ნუ რაღაცა ახალი აბსურდული მუხლი. მაგრამ ყველა შემთხვევაში, იცით, აქ ხო, ახლა დეტალებში მე ვერ შევა, საქმის თქვა დეტალები ვიცი, როგორ მიმდინარეობდა სხდომები და როგორი იყო არგუმენტაცია დაცვის და ბრალდება რას ლაპარაკობდა. არ ვიცი, არც იურისტი ვარ, მით უმეტეს პოლიტიკური სურათი ხო ძალიან მკაფიო არის. პოლიტიკური სურათი არის, რომ ეს არის ყველაფერი გამოიყენება იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, განსხვავებული აზრი პოლიტიკური ოპონენტების ჩახშობა მოხდეს, იზოლირება მოხდეს ზოგიერთების შემთხვევაში და მაქსიმალურად გააკონტროლონ პოლიტიკური ველი. ერთადერთი, რასაც მე ნაკლებად თითქოს ამ მომენტამდე წარმატებით ახორციელებს ეს ხელისუფლება არის, რომ აი ამ კუთხით სასამართლოზე სრული კონტროლის მეშვეობით ახერხებს იმას, რომ ვისაც უნდა შეიყვანს ციხეში, ვისაც უნდა გამოუშვეს, ვისაც უნდა პირობითს მიცემს, ვისაც უნდა არ მიცემს, აი ამ კუთხით манипуლირებს და ყველაფერი ეს თლიანად სისტემა თუ ოდესმე საუბარი იყო, რომ თქვა სასამართლომ დაიწყო გამონთავისუფლება და იქ აღარ იყო პოლიტიკური ზეწოლა პოლიტიკური გავლენები, დღეს სრულად მოექცა სასამართლო პოლიტიკური გავლენების ქვეშ, სრულად ემსახურება ქართული ოცნების ინტერესებს და იქიდან წამოსული დავალებების მიხედვით და იქიდან წამოსული მიზანშეწონილობით იღებს გადაწყვეტილებს, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სამართალი არ არის. და ნებისმიერ შემთხვევაში უკვე ჩვენ გვაქვს პოლიტიკური შერჩევის სამართალთან, ისე ვთქვათ, მიზანმიმართულ დაჯებთან და მიზანმიმართულ იზოლაციასთან ადამიანების, ეს არის პოლიტიკური სამართალი და ნებისმიერ შემთხვევაში ხა მე მომწონდა რომელიმე პოლიტიკოსი არ მომწონს, ისე პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დღეს იმყოფება გამოძიების ქვეშ, ან იმყოფება პატიმრობაში, ეს პოლიტიკური მასაძულების მსხვერპლია და პოლიტიკური პატიმარი. უმეტეს შემთხვევაში ვინც არის პატიმარი. ხო, რადგან პოლიტიკურ მარცხაჯულებაზე საუბრობთ, ახლა ლევან ხაბეიშვილი არ არის ერთადერთი დაპატიმრებული პოლიტიკოსი, მის გარდა ბიზნესებში იმყოფებიან იგივე ნიკა მელია, ელენა ხოშტარია, ირაკლი ოქროაშვილი, 4 ოქტომბრის საქმეზე დაპატიმრებული პირები პაატა ბურჭულაძე, იგივე მურთაზ ზოდელავა, რომელსაც დღეს კიდევ ერთ საქმეზე 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ისე როგორც პროტესტის ფარგლებში დაკავებული ათობით მომიტინგე. ანუ ბევრი ისეთი საქმეა ქართული ოცნების მხრებზე, რაც პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება. შესაბამისად, ჩდება კითხვა, ეს საქმეები პოლიტიკურად აძლიერებს თუ ასუსტებს თვითონ ქართულ ოცნებას. სხვა შორის ხშირად გვესმის შეფასებები, რომ ამ ტიპის საქმეები პოლიტიკური ტვირთი უნდა, მძიმე პოლიტიკური ტვირთი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის. აი თუ ეტყობა ქართულ ოცნებას, რომ მის შემთხვევაში ეს ასეა და აი პატიმრების პრობლემა, რა ვიცი,
წარმოადგენს მძიმე ტვირთს, რომელიც აწუხებს. იცით, ახლა თუ ესე შევხედავთ კლასიკურ უფრო ანალიტიკური ნაწილი და მე ვფიქრობ, რომ ნაწილობრივ გარკვეულ შემთხვევაში არის ეს მართვის ტვირთი, იმიტომ რომ მათ დისკომფორტებს უქმნის მათ ამ მორჩეველში და ამიტომაც რაღაცეებზე პრობლემები აქვს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში პირიქით ვცდილობენ რომ იზოლაცია გააკეთონ, რომ პოლიტიკური ოპონენტების გარკვეული კონსოლიდაცია ან რესურსების თანხვედრა არ მოხდეს და ამიტომ კიდევ ერთხელ რაღაცა კუთხით მათთვის ეს გამიზნულად აკეთებენ, ხო? ეს ხო არ არის შემთხვევით ან ესე გამოვიდეთ, ეს გამიზნულად აკეთებენ გარკვეული პოლიტიკოსების იზოლაციას, მაგრამ ის რომ მაგალითად მე კვლევა რაც მინახია და ჩატარებულა ესეთი კვლევები, ასე ვთქვათ, რომ საკმაოდ სანდო და საინტერესო, აქ მე რამდენადაც ვიცი, ქართული რესურსების ამორჩეველშიც კი არის გარკვეული რბილად რომ თქვა დისკომფორტი იმაზე, რომ საქართველოში არიან პოლიტპარტნიორები და ეს მათთვის ძალიან არასასიამოვნო ფაქტია. ასე რომ ეს გარკვეულ წინააღმდეგობას იწვევს ქართული ოცნების ამორჩეველშიც, მაგრამ ქართული ოცნებას არ აქვს ესეთი მარტივი გამოსავალი, რატომ მაგალითად იმ ახალგაზრდებს ძირითადად, რომელიც ცალსახად არიან საქართველოს ეროვნულ სიყვარულში და დანაშაულებულები, იმიტომ რომ მათ დაიცვეს ქართული კონსტიტუცია, გამოვიდნენ აქციაზე და შერჩევითად, როგორც თვითონ კობახიძემ თქვა, შერჩევითად დააკავეს, მათი გამოშვება იქნება ქართული ოცნება ჩათვლის თავის და სისუსტეს და ამიტომ ვერ აკეთებს, სანამ იქიდან ბოდიში პატიება ან შეწყალების მოთხოვნა არ წამოვა. მაგრამ მეორე მხრივ მაგრამ აშკარად ასე ვთქვათ წინააღმდეგობა შიგნითვე ამაზე არის და ნუ ეს როგორც გითხარით კვლევებში არაერთ კვლევაში გამოჩენილა. მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკური ლიდერების ცალკეულ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ მათ ეს დისკომფორტი კი არის, ეს მათი მიზანმიმართული ამოცანა რამენაირად მოახდინონ ნეიტრალიზაცია გარკვეული ადამიანების იზოლაცია, მე მათ უკვე კომუნიკაციის სურცასაც უკეტავენ და რისთვის ემზადება საბოლოოში რომ არ კონდეს კიდევ ერთხელ მათ რაც ჭირდება და რაც არის მათთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ოპონენტის ნეიტრალიზება, ანუ ოპონენტი არ ყავდეს, თორე ოპონენტი თუ არ ყავს, რაც არ უნდა სუსტი იყოს, შეცდომები გადააგორებ. ისევ როგორც გადააგორეს მაგალითად აი სრულიად წარუმატებელი განათლების რეფორმა, სრულიად წარუმატებელი მცდელობა აბსურდი, რომელშიც თავის შეიყვანეს მაგალითად ფასებს. ანუ კი არ გადააგორეს, გროვდება რა თქმა უნდა და ეს ჩანს ყველაფერი, მაგრამ რაღაც ეტაპზე ხა ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ძლიერი სტრუქტურულად აწყობილი ოპოზიციური პროცესების შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა მათთვის ძალიან დამანგრეველი იქნებოდა. მაგრამ აი ამ შვიდარებაში, როდესაც ნეიტრალიზებული ყავ და გაფანტული ყავთ ან ფრაგმენტირებულია გარკვეულწილად ოპოზიცია, მაგ შემთხვევაში მათთვის ეს ტაქტიკური სრულებია, რომელთაც ძურებიან სიტუაციით. ამიტომაც კიდევ ერთხელ ანალიტიკურად თუ შევხედავთ, ეს რა თქმა უნდა მათთვის გარკვეულწილად არის სიმძიმეც, მაგრამ არის მეორე მხრივ საშუალებას თავი გადაერჩინა. ეხლა თუ შევხედავთ, ახლა პოლიტიკურად საქართველოს ღუპავენ ესენი, იმიტომ რომ ამ ვითარებაში საქართველოს არის სრულიად შლის თავის იმ დემოკრატიულ საფუძვლებს, რომელიც 30 წლის განმავლობაში ცუდად თუ კარგად წარმატებებით, არუმატებლობებით ვაშენებთ. ანუ ანგრევს იმას ყველაფერს, სადაც ქართული სახელმწიფო იდგა აქამდე, რაც აქამდე მოვიტანეთ. მათ შორის ქართული ოცნების გარკვეულწილად დამსახურებით. ანუ ამას ანგრევს და ამაზე პასუხის გაცემა და ფასის გადახდა ქვეყანასაც მოუწევს, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ლიდერები ამაზე ფასს გადაიხდიან, თავის პასუხისმგებლობას, ამაზე აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობა, ამაზე პასუხს აგებენ, მაგრამ საქართველოს და ქვეყანასაც ძალიან მნიშვნელოვნად აზიანებენ. ეს არ არის ზიანი, რომელიც შეიძლება მოვიდეთ და თქვა სამ თვეში თუნდაც იდეალური ახალი სამთავრობო კოალიცია შედგეს, აი ერთ თვეში ან სამ თვეში ან თუნდაც ერთ წელიწადში გამოასწოროს. ამას ჭირდება ძალიან მძიმე შრომა იმისთვის, რომ თუნდაც იმ ნიშნულზე დაბრუნდეთ, რომელიც 2020-ში იყო, 2020 წელს ჰქონდა. აი თუნდაც იმ ნიშნულზე რომ დაბრუნდეთ, ამასაც ძალიან მძიმე შრომა ჭირდება და ეს ის არის უზარმაზარი ფასი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობას თითოეულ ჩვენთაგანს ახდევინებენ, მარტო იმიტომ, რომ თვითონ იყვნენ ძალიან კარგი მატერიალურ მდგომარეობაში, ყავდეთ უძვირფასესი მანქანები და არ დააკლეთ არაფერი და რაღაცა ბრენდ ტანსაცმელში და ბრენდ ჩანთებში გაცვალოს პრაქტიკულად საქართველოს მთელი ეროვნული ინტერესი. საქართველოში შექმნილ ვითარებას ამჯერად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი აფასებს, უკვე მზადდება, ასე ვთქვათ, ანგარიში, რომელიც მალე გამოქვეყნდება. იქამდე კი რეზოლუციის პროექტი ხდება ცნობილი, რომლის მიხედვითაც აი პასეს მონიტორინგის კომიტეტი მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვა და ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა გრძელდება, ისე როგორც ამბობს, რომ ამჟამად საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს. მოკლედ ისე როგორც ბოლო პერიოდში მიღებულ სხვა რეზოლუციებში ამ დოკუმენტშიც კარგი არაფერია ნათქვამი. არჩევნების ნაწილში ჩაგეკითხებით, მოდით, გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა, საინტერესოა მთლიანად ამ ანგარიშზე გაგვიზიაროთ თქვენი პოზიცია. აი, როცა დემოკრატიულ ქვეყნებში არჩევნების გზა არის ხელისუფლების შეცვლის თვალსაზრისით უალტერნატივო, ხო? თუმცა აი ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციისგან და ინსტიტუტისგან
ვისმენთ ისეთ შეფასებას, როგორცაც ვისმენთ. ჩდება კითხვა, არ ვიცი, სად არის მაშინ გამოსავალი? ანუ სად და რაში უნდა ვეძებოთ პრობლემის გადაჭრის გზა? ანუ თუ არა არჩევნები, მაშინ რა გზა დარჩა საქართველოს მოქალაქეებს? ასეს მონიტორინგის კომიტეტის შეფასება ხომ არ ამყარებს იმ ადამიანების მოსაზრებას, რომლებიც ფიქრობენ, რომ აი საქართველოში არჩევნების ჩატარებას და შესაბამისად არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. თქვენ როგორ გაიგეთ? მე ცოტა სხვანაირად გებულობ და სხვანაირად მესმის და არჩევნების მე ორი გაგება მაქვს. ორი განზომილება არსებობს. ერთი არჩევნები, რაზეც საუბრობენ, თუნდაც ჩვენი ნებისმიერ დემოკრატიული სახელმწიფოს პირობებში არის დემოკრატიული ინსტიტუციური მექანიზმი, იმისთვის რომ დემოკრატია მიფუნქციონიროს, ხო, იმუშაოს, იმიტომ რომ ამისთვის. მაგრამ თან დემოკრატია სამართლიანი არჩევნები რას ნიშნავს? გარკვეულწილად სამართლებრივად დამყარებული ჩვენი საერთო თამაშის წესები, სადაც მე და თქვენ კონკურენტები რაღაცაზე ვთანხმდებით, ხო? ეს არის ძირითადი. საქართველოში ქართული ოცნების პირობებში ეს გამორიცხულია. მეც ამ აბსოლუტურად ანუ ამას ამბობს. მეც ამას ვამბობ, რომ საქართველოს, იმიტომ რომ თამაშის წესებზე შეთანხმება ქართულ ოცნებასთან შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ყველა თამაშის წესებს დაარღვევს. რაც არ უნდა პირობები დადოს, რაც არ უნდა საკანონმდებლო ცვლილებები გააკეთოს, რომელსაც არც აკეთებს, მაგრამ მე მგონია, რომ ის ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში მაინც დაარღვევს. მაგრამ მეორე არის არჩევნები როგორც პროცესი, არჩევნები როგორც საზოგადოების და ზოგადად ელექტორატის მობილიზაციის ინსტრუმენტი. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში გამოვიყენოთ მოქალაქეების მობილიზებისთვის და ისეთ კუთხეში დაამოწყდიოთ მობილიზაციის მეშვეობით ქართული ოცნება, რომ მას მოუწიოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება, არა იმიტომ რომ უნდა, არამედ იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ ექნება და რაც მოხდა მაგალითად უნგრეთში, ძალიან კარგი მაგალითი იყო ორბანმა, იმიტომ კი არ ჩაატარა სამართლიანი არჩევნები, უბრალოდ იმიტომ კი არ დადო სამართლიანი შედეგები არჩევნების, რომ ესე უნდა და ან ძალიან ინსტიტუციურად ესე იყო გამზადებული, არამედ სისტემა მისმა ორბანის ასე ვთქვათ, თელმა სისტემა, ავტოკრატიულმა სისტემა არ მიცა ანუ ვერ მოკიდა და ვერ გაბედა, გაეყალბებინა ისეთი არჩევნები, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა მოსახლეობის უკვე ოპოზიციის მხარეს გადავიდა. მე შეგახსენებთ 2023-ში დაახლოებით ესეთივე სიტუაცია იყო ქვეყანაში, როდესაც მთელი ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც უნდა მომსახურებოდა მაშინ ვარდების რევოლუციის წინა პერიოდს გეუბნები, უნდა მომსახურებოდა მაშინ მართლ ძალას, აი ნუ ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს იმის, რომ როგორ ეტაპობრივად სხვადასხვა დონეებზე, სხვადასხვა განზომილებებში მოხდა გადადინება და მხარი დაუჭირეს პრინციპში ოპოზიციას. და რატო? იმიტომ რომ დაინახა აი ბიუროკრატიამ რაზეც დგას, იმ სისტემამ, რომელზეც უნდა იდგეს ავტოკრატია, იმ სისტემამ დაინახა, რომ სისტემა წარმავალია, იშლება და შესაბამისად, ანუ ეს უნდა მოხდეს. ანუ არჩევნები როგორც პროცესი მობილიზაციის, რომელშიც ჩვენ არჩევნები უნდა მოვიგოთ არჩევნებამდე წინა დღეს და არა არჩევნების დღეს. არჩევნების დღეს მარტო დემოკრატიაში შეიძლება მოიგო, მაგრამ არჩევნებამდე უნდა და არჩევნების წინა დღეს უნდა მოიგო. არჩევნები ეს არის ჩვენი ამოცანა და ამისთვის გამორიცხვა საარჩევნო პროცესის როგორც კომპონენტის დაუშვებელია ჩემი. სხვა შემთხვევაში თუ იქნებ ის მოხდება ის რაც მოხდა 4 ოქტომბერს, ნაწილი პარტიები წავა არჩევნებს, ნაწილი პარტიები წავა ბოიკოტში და მოხდება დაქსახსულობა და არ მოხდება გარკვეულწილად ოპოზიციური ელექტორატის მაქსიმალური მობილიზება. ჩვენ გავამყარებთ ჰეგემონიურ ავტორიტარიზმს, რომელშიც პრაქტიკულად სამართლებრივად ვართ, მაგრამ ამის პრაქტიკული მექანიზმები დადგინდება. ეს არის რამდენად აქვს დღევანდელ ოპოზიციას, ამ ქართულ ოპოზიციას ის უნარები, ის მხარდაჭერა, რაც თქვათ მიიღო უნგრული საზოგადოებისგან. ნუ ეს უკვე არის ამ მოქმედი პრემიერის პარტიამ, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ოპოზიციაში იყო. აი მაგალითად არც ისე კარგი შეხედულება აქვს ქართულ ოცნებას, ქართული ოცნების ლიდერებს დღევანდელი ოპოზიციური სპექტრის მიმართ, ეს თქვენ იცით და ამ კითხვით, ამ თვალსაზრისითაც დაგისვათ, მოდით ერთ კითხვას, მაგალითად აი გეტყვით, რას ფიქრობენ მართლ პარტიაში 26 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან მიმართებაში, ერთხელ თუ კიდევ დაინახებიან გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ეს ადამიანების საზოგადოებას კიდევ უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს ჩვენ მოქალაქეებს, რომ სრულიად უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია, აი ასე უყურებს მაგალითად პერსონალურად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობაღიძე დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრსაც და 26 მაისის აქციასაც. სხვათა შორის არა მხოლოდ ქართულ ოცნებაში, არამედ იგივე ანალიტიკური წრეების არაერთი წარმომადგენელიც ფიქრობს, რომ ხალხი იშლება როცა ადგილზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ჩნდებიან. აი როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად მიიღებს ქართული საზოგადოება იმას, რომ აი იგივე საპროტესტო აქციის სათავეში
ბრუნდებიან ოპოზიციური პარტიები და ამას ვნახავთ 26 მაისს. ხო, ეხლა პრინციპში რა თქვა ქართულ მოოცნებამ ნაკლებად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ქართულ ოცნება ყოველთვის ესე ჩათვლის, რომ მისი ოპონენტები ყოველთვის არიან რადიკალები და ასე შემდეგ რაღაც ეპიტეტებს მაროს, რომელიც თავის პროპაგანდას. ქართული ოცნების შეფასება არ არის. ერთი ნაწილია, მათი აზრი ამ შემთხვევაში ნაკლებად რელევანტურია. გარბის მაშინ როცა ხედავენ მეორე არის, რომ პრაქტიკულად გარკვეულწილად შეცდომებმა თუ გადაცდომებმა თუ რაღაცებმა ვერ გათვლამ თუ ასე ვთქვათ, გარემოებებმა, ობიექტურმა თუ სუბიექტურებმა გარკვეულწილად მე ვიტყოდი, რომ ამორჩევლის, საზოგადოების დიდი ნაწილის, მნიშვნელოვანი ნაწილის, არ ვიცი რამდენის, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილის იმედგაცრუება გამოიწვია და დისტანცირდა ძირითადად პოლიტიკური პარტიებისგან. ხა მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს არის ქართული პოლიტიკური სპექტრი და ჩვენ ასე ვთქვათ, ამ პოლიტიკურ სპექტრს აქ ვალდებულება იმუშაოს საზოგადოებასთან, რომ ურთიერთობა და ნდობა იქნეს აღდგენილი, ეს არ არის მარტივი, ანუ ადვილად კარგავ ხარდამჭერს, მაგრამ ძალიან ძნელია მოპოვება ამორჩევლის და მხარდამჭერის და კიდევ უფრო ძნელია ერთდროს დაკარგული ამორჩევლის დაბრუნება. მაგრამ ეს სხვა გამოსავალი არ აქვს არც ერთ იმ პარტიას, რომელიც ჩამოთვალა კობახიძემ და რომელიც მისთვის არის, ასე ვთქვათ, ეს რადიკალური ოპოზიცია. ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკური პარტია, ან თუნდაც ახალი, რომელიც შეიძლება გაშეს ან გამოჩნდეს. ან ნებისმიერი ადამიანი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ასევე პოლიტიკური პროცესის ნაწილია, იმიტომ რომ დღეს ყველაფერი პოლიტიკურ პროცესში შემოვიდა და სხვა კლასიკური, ესე ვთქვათ, არასამთავრობო სამოქალაქო ორგანიზაციული მუშაობისთვის სივრცე აღარ დარჩა. ანუ ეს არის და ეს ამ მოცემულობაში ვარ და ეხლა ეს ამოცანა არის და მე არ ვიცი რამდენად ეს გააზრებული ან კუთხით დაგეგმილი რაღაც ქმედებია, მაგრამ ოპოზიციური პარტიების ალიანსი იქნება თუ პარტიები, რომელიც არ არიან ამ ალიანსში, ან ორგანიზაციები, რომელიც ფიქრობენ და გაცხადებული აქვს პარტიების შექმნის, პირველ რიგში რაც უნდა გააკეთონ, არა პირობითად უცხოეთში სიარული პარტნიორებთან მუშაობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ესე ვთქვათ, იმ ოპოზიციური ელექტორატის დამორჩევლის დაბრუნება პოლიტიკურ ველზე, რომელიც ცოტათი გულნაწყენია, ფრუსტრირებულია და ცოტა იმეddაკარგული. მათ უნდა გაუჩინოთ იმედი და მათ უნდა ისინი უნდა დაბრუნდნენ პოლიტიკაში, ან მათ უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის მისთვის მისაღები, ვინ არ არის მისაღები, ვის გამო შეიძლება გამოვიდეს ქუჩაში, ან არ გამოვიდეს ქუჩაში, ვის მიცემს მანდატს საქმიანობის და მისი წარმოდგენის, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ პროცესშია, ვის არ მიცემს. ანუ ეს მათი გადასაწყვეტი, მაგრამ ჩვენი გადასაწყვეტი და ჩვენი ვალდებულება არის, რომ ჩვენ მივიდეთ თითოეულ მოქალაქესთან და ვესაუბროთ ამ ადამიანებს და აუხსნათ ის სადაც ვარ. არა ის რომ უბრალოდ დაუძახოთ აქციებზე პერიოდულად, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის საკმარისი. არამედ მათ მდგომარეობაში უნდა მათი პრობლემები და მათი პერსპექტივიდან უნდა დავინახოთ სიტუაცია და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევთავაზოთ ჩვენი გადაწყვეტილებები. ეს არ არის მარტივი პროცესი, ახლა მარტივად შეიძლება ითქვას და რაღაც გამოდის რომ ვიღაცა სკოლას ვარიგებ, მაგრამ არა, ეს არის უბრალოდ კლასიკური მეთოდი, ეს ეკეთდება, ეს გზა გვაქვს, ახლა მოგწონს თუ არ მოგწონს, კიდევ ერთხელ ეს არის ჩვენი პოლიტიკური ველი და ამ პოლიტიკურ ველიდან მოგვიწევს არჩევანის გაკეთება ნებისმიერ დროს. ან იმ კატასტროფაში უნდა დავჭრით, რომელშიც მიგვიყვანა ქართული ოცნება, რომელიც კიდე უფრო და უფრო ღრმავდება. ანუ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ცით რა არის, რომ ქართული ოცნება ერთია რომ დემოკრატიული არ არის, მაგრამ ავტოკრატიულადაც არ ვარგა, მათ ეფექტური მმართველობის, ანუ რაციონალური მმართველობის უნარი არ აღმოაჩნდათ. მათ არ შეუძლიათ ფასების კონტროლი, მათ არ შეუძლიათ სოციალური პროგრამების მიწოდება, მათ არ შეუძლიათ გაჭირებულ ადამიანს დაეხმაროს და ეს ავტოკრატიაც არ ყალიბდება. ანუ ავტოკრატიასაც ჭირდება საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ესენი თავის საზოგადოებრივ მხარდაჭერას კარგავენ ყველა ნაბიჯზე, როდესაც რაღაცას ახალს იგონებენ. მათ შორის ფასების კომისია იქნება ან თქვენ მხარდაჭერის შემცირებაზე საუბრობთ ქართული ოცნების სასარგებლოდ, მე კიდევ მინდოდა მეკითხა რა გავლენა მოახდინა საერთო ჯამში, ასე ვთქვათ, განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებზე, აი იმ ნაბიჯებმა, რაც განსაკუთრებით ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში ნახეთ ხელისუფლების მხრიდან. აი რა გავლენა მოახდინა უკვე დაპატიმრებულმა ათობით ადამიანმა, მათ მიმართ ძალადობამ და იმ შემზღუდავმა კანონებმა, რაც მართლაც ბოლო თვეების განმავლობაში იქნა მიღებული. აი თქვენს გარშემო ადამიანებში რა განწყობები ალბათ გაქვთ, ხო, რიგით მოქალაქეებთან ხშირი კომუნიკაცია. აი ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ქართული ოცნება ახერხებს გაბრაზებულ ადამიანებში შიშის გაჩენას, რაც საბოლოოდ განაპირობებს იმას, რომ იგივე 26 მაისის აქციაზე გასვლისგან, ანუ რუსთაველზე გასვლისგან, ბევრმა თავი შეიკავოს. ხო, შეიძლება თავი შეიკავოს, ახლა შის ფაქტორი მუდმივად არის, მაშინ განსაკუთრებით, როდესაც ეს საპროტესტო პროცესი ხანგრძლივი არის, ხოლმე ადამიანებს თავისი რაღაც ეგზისტენციალური პრობლემები უდგება, სამსახურის დაკარგვის. ეხლა შეიძლება იმდენად არ ეშინიათ ადამიანებს, თქვა, თუნდაც იმ 2 დღიანი ან 5 დღიანი ან 2 კვირიანი პატიმრობის, რომ იმდენად რამდენადაც შეიძლება ეშინოდეთ ამის გამო სამსახურის დაკარგვის და უსახსრო დარჩენის.
ან უბრალოდ სამსახურში აღარ აძლევენ საშუალებას. თუ საჯარო მოხელეა და ძალიან ბევრი იყო საჯარო მოხელე, დადიოდა უბრალოდ აქციებზე და გამოხატავდა თავის პროტესტს, ეს პროტესტი არცად არ გამქრალა, უბრალოდ ისინი შეიძლება ისეთ ამათ ვეღარ გამოდიან, იმიტომ რომ მათ სრულიად გასაგებია, რომ გადარჩენისთვის უბრალოდ სხვა არჩევანი არ ექნება და სამსახურს ვერ დაკარგავენ, იმიტომ რომ ბევრი შეიძლება რაღაცა ვალდებულებები ქონდეთ, რომელსაც სხვანაირად ვერ გამკლავდებენ. ანუ ეს სურათი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მეორეა, რომ პროტესტი ქვეყანაში არის და ხშირად მithkons კიდევ ვიმეორებ, პროტესტი არის როგორც ენერგია ფიზიკაში. ენერგია არ ქრება, უბრალოდ ის სახეს იცვლის. ესე არის პროტესტი. პროტესტს ამ შემთხვევაში განსხვავებით ენერგია, თუ არ მიეცი ის რის გამოც არის ეს პროტესტი, ანუ არ ასე ვთქვათ, გაანეიტრალე პროტესტი იმით, რომ მიაწოდე ის მოთხოვნა, რასაც ითხოვს ადამიანი და ამ შემთხვევაში არათუ აწოდებს, არამედ გაუარესებენ მდგომარეობას, ხო, ყველა იმ მიმართულებით, რამაც გამოიწვია პროტესტი, კიდევ უფრო გაუარესებულია ქვეყანაში მდგომარეობა, ხო? ამ შემთხვევაში რა გამოდის, რომ პროტესტი არის ქვეყანაში, მისი გამოხატვის ესე ვთქვათ, გარკვეული ფორმა ცოტათი შეცვლილია, მაგრამ ეს პროტესტი არსად არ წასულა და მოსახლეობაში არათუ შემცირდა ჩემი აზრით გაზრდილია. მათ შორის ქართული ოცნების ამორჩეველში, რომელიც ვერ ხედავს, რომ უნარია ქართულ ოცნებას დაასტაბილუროს ქვეყანაში მდგომარეობა, ისინი ძალიან ბევრი მათგანი, ყველას არ ეხება, ძალიან ბევრი ქართული ოცნების ხარდამჭერი უკვე თავის პასუხისმგებლობასაც გრძნობს იმ ადამიანებს, რომელიც არიან ციხეში, იმ აბსურდულ სპექტაკლებზე, რომელსაც აწყობს ქართული ოცნება, როცა უნივერსიტეტებში შედის პოლიცია და სტუდენტებს აპატიმრებს სისულელის გამო, ტროტუარზე დგომის გამო, ну ეს არის ხო ფაქტია შეულამაზებლად ესეა და გადაჭარბების გარეშე ესე. ამიტომ ეს დისკომფორტები მათ აქვს უბრალოდ სხვა გამოსავალიც აღარ. ანუ ამ ვითარებაში არიან, ამ სპირალში არიან შესულები, ყველას ეჩხუბებიან, ყველას აქცია ახლოვდება უკაცრავად შეგეცდებით. 26 მაისის აქცია არ არის გარდამტეხი, ეს 26 მაისის არის საქართველოს როგორც რესპუბლიკის დაბადების დღე არის, ხო, სამართლებრივად გაფორმდა ეს ვთქვათ ეს თავის დროზე, ხო? ანუ ეს საერთოდ დიდი დღესასწაული, რომელზეც პოლიტიკურ პარტიებმა გადაწყვიტეს და მე არ მგონია რომ ესეთი პოზიციონირება და ეს არის გარდამტეხი, ამის მერე სხვანაირად იქნება ყველაფერი. თუმცა პირადად თქვენ სად იქნებით და რა გეგმები გაქვთ 26 მაისს ესეც გითხარით. მე მოქალაქე ვარ ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი და გასვლას მიდიხართ აქციაზე და თუ კი მიდიხართ, როგორ ფიქრობთ რა უნდა იყოს 26 მაისს თავარი სათქმელი ქართული ოცნებისთვის? ანუ ამ დღეს ხალხმა უნდა აჩვენოს ქართულ ოცნებას რა? აიცით, ეს ალბათ კითხვა მიემართება უკვე ორგანიზატორებს, ჩემთვის არის 26 მაისი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელსაც მე გამოხატა ჩემ მეგობრებთან ერთად. ამ შემთხვევაში მე არსად პოლიტიკურ პარტიას აწარმოადგენ და გარკვეული პრივილეგია მაქვს, რომ არ მქონდეს გეგმა 26 მაისის, მე უბრალოდ მონაწილე ვიქნები 26 მაისის. ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მონაწილე რასეუბნებით მაშინ ქართულ ოცნებას? რომ რესპუბლიკა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არის მნიშვნელოვანი და უპირატესი. დღეს ყველა პოლიტიკურ ძალაზე, ყველა პოლიტიკურ მართვაზე და ყველას კეთილდღეობაზე უფრო მეტია. ეს არის ის ისტორია, რომელიც საქართველოში შემორჩა და ამ ისტორიულ წარსულზე გვაქვს აშენებული თანამედროვე სახელმწიფო, ესენი იტაცებენ ამას და ვიღაცის ფეოდალურ სამყაროთ აქცევენ. ეს არის ჩემთვის ეს არის საქართველოს რესპუბლიკა, დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც გვჭირდება, რომელიც არის ჩვენი მიზანი ამოცანა და ამიტომ გვინდა ევროკავშირი, ამიტომ გვინდა ჩვენ რაღაც ცივილურ თანამედროვე სახელმწიფოში ვარსებოთ, სადაც ყველას იქნება დაცული, ყველას უფლება იქნება დაცული, ყველას ექნება შეძლებს დაგვარად კეთილდღეობა და ყველა ამ სიკეთით, რომელიც ამ ქვეყანას ძალიან ბევრი გააჩნია, ისარგებლოს თითოეული მისი მოქალაქე. ეს არის რესპუბლიკა, სადაც თანასწორი იქნება საზოგადოება. ეს არის ჩემთვის 26 მაისი. ვიღაცისთვის ეს არის უბრალოდ დროშების ფრიალი, ვიღაცისთვის. და ამიტომ ქართული ოცნება კიდე ამას სრულიად манипуლირებს, იმიტომ 26 მაისს აღნიშნავენ, მაგრამ არც ერთი პრინციპი 26 მაისის ან იმ რესპუბლიკის კონსტიტუციის არც ერთი იდეა აღარ არის ცოცხალი. ყველა მათი ქართულმა ოცნებამ ყველა ეს ამ იდეას და ყველა ამ ღირებულებას გადაუშვა ხაზი საქართველოს როგორც რესპუბლიკის, საქართველოს როგორც დემოკრატიული რესპუბლიკის იდეას გადაუშვა ხაზი. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს დემოკრატიად აღარ დარჩენილიყო და ეს პრაქტიკულად უბრალოდ რამდენადაც შეუძლიათ, უბრალოდ ყველაფერსაც ვეღარ ახერხებენ, იმიტომ რომ ბოლომდე ძლიერებიც არ არიან მაგაშიც ვერ არიან, მაგრამ საგარეო კურსიც ვიცვალეთ, მოდით. საგარეო კურსიც. კითხვასაც დაგისვავთ, იმიტომ რომ აი მიმდინარე კვირა თქვენი ცით დაიწყო ევროპული ინსტიტუტების ხელმძღვანელებისადმი ირაკლი კობახიძის ღია წერილით, რომელშიც ის ამჯერად დანიაში განვითარებული მოვლენების გამო გამოხატავდა შეშფოთებას და ევროკავშირის
მისი ძირითადი ფუნდამენტური ფასეულობების და ღირებულებების დარღვევაში ადანაშაულება და უკვე ამის შემდეგ კი წამოვიდა განცხადებები, რომ ასეთი ევროპა არ გვინდა. გუშინ ირაკლი კობახიძემაც აღნიშნა, რომ თუ ევროკავშირი ასეთი უნდა იყოს, როგორც დანიის მაგალითზე დავინახეთ, მაშინ რა გვესაქმება ასეთ ევროკავშირში, ეს არის პრემიერის პოზიცია. აი რა უნდა ვიფიქროთ და ვივარაუდოთ? ქართული ოცნების ეს რიტორიკა კონკრეტულად რა ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებში შეიძლება აისახოს და გარდაიქმნას თქვენი აზრით, ანუ უნდა ვიყოთ მზად მაგალითად კიდევ რისთვის? უნდა ვიყოთ მზად ალბათ იმისთვის, ისინი დღეს უკვე ტკეპნიან გუშინ წინდელი განცხადებას, მე უკვე ტკეპნიან იმ აზრს, რომ საქართველოს უარი უნდა თქვას ევროკავშირზე. ეხლა დათქმებით არის, ჩვენ არ გვინდა ისეთი ევროპა, ჩვენ არ გვინდა ის გზა, ჩვენ არ გვინდა ესეთი გზა, ჩვენ არ გვინდა დანიისნაირი ევროპა, თუმცა დღეს კიდე დაამატეს ახალი კლიპი, როგორ ვთქვათ, დემონსტრაციას აკავებენ მაგალითად ბერლინში, გუშინ რაღაცა თქვეს თუ დღევანდელი პოსტი იყო ისიც კარდი, რომელიც საუბრობს რაღაცა პოლიციამ ძალას გადააჭარბა თორსტე მანჩესტერში. აი რას ნიშნავს ეს? ანუ ნიშნავს იმას, რომ ევროპის მიმართ ესო დისტანცირებას აკეთებენ, თავის ამორჩევლას ამზადებენ. მე ვფიქრობ, უბრალოდ ძალიან დიდ შეურაცხყოფას აყენებენ თავის მხარდამჭერებს, როცა ფიქრობენ, რომ უბრალოდ ესე მარტივი ტყუილით დააჯერებენ, რომ დანია ყველაზე ცუდი შემთხვევაა და დანიისნაირი ევროკავშირი ჩვენ არ გვინდა, იმიტომ რომ ჩვენ ბევრად უკეთესად ცხოვრობთ ქართული ოცნების პირობებში. ნუ არ ვიცი ეს ნონსენსია. ან დანიის პოლიცია იმდენად ბრუტალურია, რომ ხარება მასთან ანგელოზია, იმიტომ რომ ხარებას მათ მიცეს, თუმცა ხარებას მე რამდენიმე თანამშრომელი თვითონვე დააკავეს, მაგრამ ხარებას ღირსების ორდენი მიცეს. თან ისე რომ გვაგინებდა, ანუ ყველანაირი ფორმა დააკარგა პოლიციური საქმიანობის, ხო? არათუ გადააჭარბა, უბრალოდ ფორმა და სახე დააკარგა პოლიციის, მაგრამ მას ღირსების ორდენი მიცეს და აი ხა უნდა თავისი ამორჩეველი დაარწმუნონ, რომ დანიაზე უკეთესი საქართველოს ააშენეს. მაშინ როდესაც თვითონ კარგად არიან, თვითონ მოიწყეს თავის ცხოვრება და ადამიანები შიმშილობენ. არ ვიცი, რამდენად ეს გამოუვათ, უბრალოდ ვიღაცა შეიძლება კიდევ ერთხელ დააჯერონ, იმიტომ პროპაგანდა ძალიან ძლიერია და ინტენსიური, მაგრამ უბრალოდ მე ვფიქრობ, თავიანთი ამორჩეველი შეურაცხყოფა ხდება ამით, რომ აი ესეთი ტყუილებით უნდა რაღაცა დაიმკვიდრო გზა, მაგრამ ფაქტია, რომ ესენი ამზადებენ საზოგადო აზრს, რომ დღეს თუ თქვენ და გუშინ თქვენ მაგალითად ესეთი ევროპა არ გვინდა, დღეს თუ თქვენ პარლამენტის თავმჯდომარე თქვა, რომ ამ გზის გავლა არ უნდათ ევროკავშირისკენ, როგორცაც გადის მაგალითად მოლდოვა და რა დაუწუნეს არ ვიცი, მაგრამ მიდის იმ გზაზე და მეტნაკლები წარმატებებით, როგორც ყველა სხვა ქვეყანა, ხო? მაგრამ ანუ ნელ-ნელა შემოდის ესეთი ფრაზეოლოგია და საბოლოო ჯამში ეს პირობითობა ამოვარდება და დარჩება, რომ ჩვენ აღარ გვინდა ესეთი ევროპა. რაც 28-ში თქვენს, უბრალოდ არ გავუვიდოთ 28 ნოემბერს 2024 წელს ეს თქვენს, მაშინ არ გავუვიდათ, ეხლა მეორე ტალღა არის ამის მომზადების, ეხლა თუ გავუვათ, თუ არ გავუვათ, არ გავუვათ. მე მგონია რომ მაინც არ გავუვათ. საქართველოსთვის დაიხუროს ევროპის კარი, მაშინ ლოგიკურად ჩნდება კიდევ ერთი კითხვა, რომელ კარში შესვლა გვინდა, ვიცი, დასავლეთთან. მაგათ უნდა დაახლოებით ესეთი რა. სერიოზული პრობლემები აქვს ქართულ ოცნებას, თუმცა რა ხდება სხვებთან? იგივე აზიასა და აღმოსავლეთთან რამდენად ახერხებს ჩვენი ხელისუფლება? ვერცად ვერაფერს ვერ ახერხებენ რეალურად ვერცად ვერაფერს ვერ ახერხებენ. კარი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მე დარწმუნებულია, რომ რუსეთთანაც არ აქვს მყარი და რუსეთისთვისაც არასანდო პარტნიორები არის. ეს ცალკე თემაა, მაგრამ ნუ მაშინ საით მივდივართ და რა ქვია? არსად არ მინდა თავის გადარჩენაზე არიან. ერთადერთი ნახეთ რა უნდა დღევანდელი ძალიან მარტივად რო ის რომ დღეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქვს, ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო 23-ში, იმიტომ რომ არჩევნები მოდიოდა და ამის გარეშე კიდევ უფრო რთული იქნებოდა არჩევნების გამარჯვების გაფორმება, ამიტომაც მათთვის საეტაპო ამოცანა იყო იმ დროს კანდიდატის სტატუსის რამენაერად მიღება და პრაქტიკულად მაშინ ენერგია, რესურსი არ დაიშურეს, ეს ყველაფერი მიიღოთ და დღეს უკვე კანდიდატის სტატუსი არის მათთვის ხაფანგი. ანუ ამ ხაფანგში მათთვის და რატოა ხაფანგი? იმიტომ რომ ქართული ოცნების მიმართ მოთხოვნები უпростоოდ საქართველოს თავრობის მიმართ მოთხოვნები არის გაცილებით მაღალი, ვიდრე შეიძლება იყოს იმ ქვეყნისთვის, რომელსაც არ აქვს სტატუსი. მათ არ უნდათ ეს მოთხოვნების დაკმაყოფილება, მათ არ უნდა დემოკრატიული რეფორმების ჩატარება, მათ არ უნდა ძალაუფლების განაწილება, მათ არ უნდა თავისუფალი სასამართლო, მათ არ უნდა სოციალური რეფორმების ჩატარება, ისეთი როგორცაც ითხოვს კანდიდატი ქვეყნისგან ევროკავშირი. და ამ პირობითობის ჩახსნა უნდა და უნდათ რომ უბრალოდ ცალკეულ ეკონომიკურ პროექტებზე, როგორც არის შავი ზღვის კაბელი იქნება, წყალქვეშა კაბელი იქნება თუ ის იქნება სხვა ენერგეტიკული პროექტები თუ ნებისმიერი სხვა, იქ ალკოჰოლწილად ჩაება ზოგიერთებს, ზოგიერთში არ ჩაება, ზოგიერთში შეასრულა რაღაცა დესტრუქციული როლი, ზოგიერთში გარკვეული სარგებელი მიიღო, ტრანზაქციულ ურთიერთობებს გადავიდნენ, თუ რომ გაწევრიანების დღის წესრიგი, რასაც ქვია, ანუ საქართველოს ევროპა შორის რაც იყო მთავარი, გაწევრიანების დღის წესრიგი, ეს ძალიან ამოღებულია მათი საუბრის
ასე ვთქვათ, დისკურსიდან რეალურად სომხეთში როცა იყო ჩასული დელეგაცია, არც ერთ დახურულ ან ღია შეხვედრას, ნუ ყოველ შემთხვევაში რაც ვიცით ღიად, საჯაროდ მათ არც კი გაუცხადებია თავიანთი პრეტენზია გაწევრიანებას, ერთადერთი რაც ჭირდებათ, მათ უნდა შეინარჩუნონ გარკვეული ურთიერთობა ევროკავშირის ტრანზაქციული, მხოლოდ იმისთვის, რომ გარკვეული შავი თუ თეთრი ფულისთვის სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებისა და აქ ხედავთ აშკარად, რომ აბუ-დაბიში თავმოყრილი ფინანსური რესურსების მოზიდვა უნდა, ასე ვთქვათ, იგივე Eagle Hills-ის პროექტის მეშვეობით, ეს იმისთვის რომ რაღაცა შავი ფულის გათეთრების სისტემა გააჩინონ, საქართველოს კონდეს ინტერაქცია და ურთიერთობა, კავშირები, ტრანზაქციული კიდევ ერთხელ ევროპულ გარკვეულ სახელმწიფოებთან, ევროპულ ბაზრებთან და ფულისთვის მომხიბლელი გახდეს, რომ არ გადაიქცეს საქართველოს მთლიანად რაღაც გარკვეულ ნაცრისფერ ზონად, სადაც ფულის ჩადება აღარავის აღარ მოუნდება, მათ შორის რუსებსაც კი. დღეს აი ყულევი როგორც არის, ყულევის ნავთობ გადამამუშავებელი, ხო სქემაა ფაქტიურად ავინახე და გამოიჭირა ევროკავშირმა, ეხლა გადაიტანეს სხვაგან. აღმოჩნდა რომ რაღაცა შილოვანი ფლოტის რაღაცა სისტემაში ჩართულია საქართველოს. ამას აკეთებენ მაქსიმალურად. ამისთვის ჭირდებათ რომ საქართველოს შეეძლოს გარკვეულად, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ კავშირში. მაგალითად ის ნავთობ ტანკერი, რომელიც საქართველოსდან გავიდა, წავიდა პირობითად ჰოლანდიაში, რომელიც არც ჩასულა ჰოლანდიაში და გზაში სხვაგან გაიყიდა, მაგრამ ეს იყო რუსული ნავთობი, რომელსაც საქართველოს თავის სანქციების ასაცილებლად ეხმარებოდა. ამიტომ ამ სხემებისთვის საჭიროა რომ საქართველოს კონდეს რაღაცა ნომინალური ურთიერთობა ევროკავშირთან, მეტი არაფერი. მადლობა ბატონო დიმიტრი სტუმრობისთვის დღეს დაგემშვიდობებით დიმიტრი ეცკეტიშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს ახლა კი პარტია გახარია საქართველოსთვის შეფასებებს მოვისმენთ სტუდიაში შემოგვერთება პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გოგიჩაიშვილი იქამდე კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ დღეს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის მურთაზ ზოდელავას საქმეზე გამოცხადდა განაჩენი ორივე მათგანი სასამართლომ დამნაშავეცნო ლევან ხაბეიშვილს სასჯელად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა ხოლო მურთაზ ზოდელავას 9 თვით ეს ერთ-ერთი საკითხი იქნება რა თქმა უნდა რაზეც ჩვენს სტუმარს დავუსვათ კითხვებს ისე როგორც გაველით სხვა არაერთ აქტუალურ საკითხს და მივესალმები კიდეც ლევან გოგიჩაიშვილს გამარჯობა ლევან და მადლობა რომ შემოგვერთით მოგესალმებით ლევან მწვავე შეფასებები ახლავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ირაკლი ხუსკივაძის მიერ გამოცხადებულ განაჩენს რომელიც შეეხება სწორედ ლევან ხაბეიშვილს და მურთაზ ზოდელავას და ჩვენ ინტერვიუც მოდით ამ საქმეზე გამოტანილი გაწყვეტილების შეფასებით გავხსნათ 2 წელი და 6 თვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ლევან ხაბეიშვილს ხოლო 9 თვიანი პატიმრობა მურთაზ ზოდელავას ასეთია მოსამართლის გაწყვეტილება რასაც ხაბეიშვილის კოლეგების მხრიდან ახლავს შეფასებები რომ აი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ისჯება რადგან ხალხს გაუჩინა რწმენა და საბრძოლო სულისკვეთება. თქვენი პასუხი რა არის კითხვებზე, რატომ გახდა ლევან ხაბეიშვილი ქართული ოცნების სამიზნე და სამართლიანია თუ არა მის მიმართ და არა მხოლოდ მათ მიმართ, ამ შემთხვევაში მურთაზ ზოდელავასაც გულისხმობ, მათ მიმართ გამოტანილი გაწყვეტილება. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, 4 ოქტომბრის მიმართ ჩვენ და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს დამოკიდებულება სხვაგვარი. ეს არ არის 4 ოქტომბრის საქმე. მესმის, მაგრამ ამ შემთხვევაში ასოცირებული მურთაზ ზოდელავა ხო 4 ოქტომბრის საქმეა. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ეხება ლევან ხაბეიშვილის დაკავების პროცესში პოლიციისთვის. მესმის, მაგრამ ზოგადად ვამბობ, ზოგადად ეს ხო ერთი პროცესი არის, ანუ ერთი პროცესი არის, რომელიც დაიწყო რომელიც დაიგეგმა ქართული ოცნების კულუარებში. და მარტივი ამოცანა იყო აქ რომ არჩევნები არ შემდგარიყო და ქართულ ოცნებას კიდევ აერჩია ყველაზე კორუმპირებული მერი ალბათ საქართველოს ისტორიაში და ბევრმა ადამიანმა ამას ხელი შეუწყო. ხელი შეუწყო პროცესმა, რომელსაც ერქვა ბოიკოტი, ხელი შეუწყო პროცესმა, რომელსაც ერქვა მშვიდობიანი დამხობა. შესაბამისად ეს ადამიანები ეს ამ ადამიანების გადაწყვეტილება იყო ამ პროცესში შესვლა თავიდან ბოლომდე მე ამაში ვერ შევაფასებ, იმიტომ რომ ჩემი დამოკიდებულება ამ 4 ოქტომბრის მიმართ და იმ პროცესების მიმართ, იმ პროცესების მომზადების მიმართ არის ძალიან ნეგატიური. შესაბამისად, მათ ყავთ თავიანთი გულშემატკივრები და თავიანთი გულშემატკივრები უფრო კარგად შეაფასებენ. ჩემთვის ეს იყო პროვოკაცია. თქვენ ლევან ხაბეიშვილის საქმეზე დამდგარ განაჩენს ამ შემთხვევაში პირადად თქვენ და თქვენი პარტია. მე არც პასუხისგებლობას ვიღებ, არც ამიხალისებია ლევან ხაბეიშვილი, არც მისთვის ისახელი მიწოდებია, რაც კობახიძემ უწოდა. შესაბამისად ქართული ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობის ურთიერთობები არსებობს. ქართული ოცნება, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენელს რაღაცა სხვაგვარად იფარებს და სხვაგვარად ახალისებს და წლებმა აჩვენა, რომ ქართულ ოცნებას ნაციონალურ მოძრაობის გარეშე არ შეუძლია
ხშირ შემთხვევაში მათ განაყოფები იქნება თუ გარკვეულ მათ ხალხს არჩევნებზე ძალიან სუყეთაც ეხმარება წინასაარჩევნოდ შესაბამისად რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში და ქართულ ოცნებაში მე ეს არ ვიცი. ეს შეაფასებიათ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ არ იყო საჭიროება არც რაღაცა დამხობის მოწვევებებისკენ, არც თითქოს იმ ილუზიის გაჩენისთვის, რომ რაღაცა ხუთში ყველაფერი დამთავრებული იქნება, არაფერი არ დამთავრებულა ხუთში, გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს თავი დავანებოთ, ათეულობით აქტივისტი აღმოჩნდა გისოსებს მიღმა. ამ ადამიანებზე არავინ არ საუბრობს სამწუხარო და განსაკუთრებით არც ის ხალხი, ვინც ეს ხალხი ყოველ შემთხვევაში ნებსი თუ უნებლიეთ, ნუ ამ მოცემულობაში შეიყვანა 4 ოქტომბერი იყო ქართული ოცნებისთვის ამოსუნთქვის დღე. და შესაბამისად, ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამ მასში მონაწილეობა მიიღო, ჩემი დამოკიდებულება არის ნეგატიური. პოლიტიკურად საუბრობ. პერსონალურად, რა თქმა უნდა, მე ნებისმიერი ადამიანი მემეტება იმისთვის, რომ არ მემეტება უკაცრავად იმისთვის, რომ რაღაცა ციხეში იყოს. მაგრამ აგერ დინარაძე თქვა თავიდან ბოლომდე ჩვენ ამ პროცესს ვაკონტროლებდით, ეხლა ვისთან ერთად აკონტროლებდა, ვინ იყო მათი უშუალოდ ჩანერგილი აი ამ პროცესებში, ამას ისტორია გვაჩვენებს. ეხლა ჩვენ ხელს ვერავისკენ ეხლა ვერ გავიშვერთ, მაგრამ 4 ოქტომბრის შემდეგ ბევრი გავიდა, ამიტომ ახლა მოდით ზოგად კონტექსტში შევაფასოთ ის სურათი, რასაც ქვია პროტესტის ფარგლებში დაკავებული ადამიანების პრობლემები. ახლა წელში გამართული სანიმუშო და ესეთი გასაოცარი დემოკრატია არც არასდროს ქონია, მაგრამ აი დღეს უკვე მოვედით მოცემულობამდე, როცა ადამიანებს ქუჩაში დგომის და იგივე ტროტუარის გადაკეტვის გამოც კი ადმინისტრაციულ პატიმრობაში უშვებენ. ამ საბაბით, აგერ ნახეთ ყველამ, ძალიან გაუარესებული არის უნივერსიტეტის კიბეებზეც კი დაადეს ხელბორკილი და სასწავლებლიდან პირდაპირ დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. რა რეჟიმში შევედით? ძალიან მძიმე რეჟიმში შევედით. ჩვენაც რომ საუბრობთ, რომ ხელისუფლება და დემოკრატიის რა რესურსი დაგვრჩა? ჩვენ როდესაც საუბრობთ, რომ ნაციონალურ მოძრაობას ემსგავსება ქართული ოცნება, კანონებში თავიდან ბოლომდე გავს, თუნდაც ის რომ მედიას არ ეძლევა სასამართლო დარბაზებში გადაღების უფლება აქ წართმეული, ეს პირველად შემოიტანა ნაციონალურმა მოძრაობამ. ის გაუქმებული ადმინისტრაციული პატიმრობები და ჯარიმები და ზოგადად ახლა რაღაცა საკითხის მიმართ დამოკიდებულება სახელმწიფოსი ხელმეორედ გამკაცრდა. რა თქმა უნდა, პოლიციელები იჭენენ ტროტუარებზე ადამიანებს და ძალიან სამარცხვინოა ეს ამბავი, მაგრამ იგივე პოლიციას მაგალითად არ შეუძლია და ვერ შეძლო პოლიციურმა ძალებმა აღეკვეთა 55-ჯერ ბორდერიზაცია. როგორც ჩანს, სტუდენტებთან უფრო მაგრები არიან ეს ადამიანები, მაგრამ როდესაც ეროვნულ და სახელმწიფოების საკითხებს ეხება და ქართული მიწა-წყლის ანექსიას ეხება, იქ როგორც ჩანს ვერ არიან ისეთი მაგრები, როგორც მაგალითად სტუდენტ გოგონასთან, რომელიც დააკავეს ილიაუნისთან, ხო? მაგალითად საქართველოს სახელმწიფო და მთავრობა მაგარი არის ამ აქტივისტებთან. მაგარები არიან მაგალითად ლანძღვაში, სიძულვილის ენაში, მაგრამ როდესაც ხელშეკრულებას აფორმებს რუსეთის ფედერაცია და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი, სადაც ფაქტობრივად ანექსია მიდის ჩვენი ტერიტორიის. იქ მაგალითად ხმის ამოღების რესურსი და თავი მაგალითად ბატონ კობახიძის არა აქვს, მაგრამ სამაგერო ძალიან ბევრი შეუძლია ისაუბროს დანიის და აქციის დარბევაზე, გერმანიის ეკონომიკის პრობლემებზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ადამიანს, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ხორცის ფასი ვერ გაუეფებია, კვერცხის ფასი ვერ გაუეფებია, მას შემდეგ რაც მან ისაუბრა მაგალითად პროდუქტების ფასების დაკლებაზე, მას შემდეგ ხორცის ფასი გაძვირდა დაახლოებით 5-დან 7 ლარამდე. 10%-ით გაძვირდა კვერცხის ფასი. აღარაფერს არ ვსაუბრობ სხვა პროდუქტებზე, რომელიც არის. როდესაც საქართველოს ინტერესები არის, მაგალითად ბორდერიზაციის პრობლემა არის, იქაც ჩუმად არიან, მაგრამ სამაგეროდ შეუძლიათ ილაპარაკონ შვედეთზე, გერმანიაზე და სხვა ქვეყნებზე. როდესაც საკუთარი ქვეყნის ინტერესებია დასაცავი, იქ არიან შეშინებულები, მშიშრები არიან, ჩვეულებრივად არიან მშიშრები, როდესაც შენ ერთხელ ვერ ხმას ვერ ამოიღებ. აი ამ ხელშეკრულებაზე, რომელიც ბოლო პერიოდში გაფორმდა, ხო, რუსეთის ფედერაცია და სამხრეთ ოსეთს შორის ესეთი ურთიერთთანამშრომლობის, ღრმა თანამშრომლობის, ეკონომიკური თვალსაზრისით, გადაადგილების თვალსაზრისით, კაპიტალის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. იქ ჩუმად არიან. ვითომ არაფერი არ მომხდარა, იმიტომ რომ შიშრები არიან. მაგრამ მაგრები არიან, მაგალითად ილიაუნის სტუდენტ გოგოებთან. შეუძლიათ გაუგზავნონ რაღაცა
პოლიცია და ეს დემონსტრაციულად დაიკავეს. უბრალოდ რომ ამას რო ყველაფერს უყურებ და იაზრებ, რა თქმა უნდა ადამიანს სიბრაზე გეუფლება და რა თქმა უნდა ეს სიბრაზე დაგროვდება. ყველაფერი ერთად დაგროვდება. რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას მომავალი არჩევნები თავზე დაემხობა, ელექტრულად შემცირდება და ეს არჩევნებს წააგებს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ამ მოცემულობაში ვიმყოფებით. კარგი თემა ახსენეთ არჩევნები. ქვეყანაში წინააღმდეგობის და პოლიტიკური აქტივიზმის გასტერილება ხდება იმისთვის, რომ შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნები გამოცხადდესო, ასე ფიქრობს რიგი ანალიტიკოსი. აი თქვენი აზრით, საერთო ჯამში საით მიხავს ქართულ ოცნებას პროცესი და მივალთ თუ არა ახალ არჩევნებამდე და იქით თქვენც უშვებთ რომ შემოდგომაზე შესაძლოა. მე არ ვიცი, მე ამასთან დაკავშირებით არ ვსაუბრობ. მე ჩვენ ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში, როცა არჩევნებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, გულისხმობ 28-ის არჩევნებს. ამას რამოდენიმე დღის წინ იმ ადამიანმაც ისაუბრა, ყობახიძემაც ისაუბრა, რომ 28 ახსენა და კონკრეტული თარიღი ახსენა ოქტომბრის შესაბამისად. აქ საინტერესოა ისიც საუბრობთ 2028 წლის არჩევნებზე, თუნდაც 2028 წლის არჩევნებზე და არა ვადამდელ არჩევნებზე არსებული პირობებით და არსებულ პირობებში შესვლაზე ამ არჩევნებში. ჩემი გამოცდილებით ახალი პირობებით, ახალი საარჩევნო ეს პირობები იქნება. ყობახიძის განცხადება ახსენეთ და ყობახიძემ თქვა, რომ იძლევა გარანტიას დღევანდელი წესებით და საარჩევნო კანონმდებლობის ფარგლებში ჩატარდება 2028-ის არჩევნები. შესაბამისად შეხვალთ ამ არჩევნებში, როცა არ უნდა დაინიშნოს ეს არჩევნები, ერთი რამე უნდა იცოდეს, ეს არჩევნები დღეს რო თბილის ყავს კორუმპირებული მერი, ეს არ არის ქართული ოცნების დამსახურება. ეს არის იმ ხალხის დამსახურება, ვინც კამპანია აწარმოა, 6-თვიანი კამპანია აწარმოა ბოიკოტის წინააღმდეგ. ამ არჩევნებმა ანახა, რომ იმ პირობებშიც კი ქართული ოცნების დამარცხება იყო აბსოლუტურად რეალური და მეცაც გეტყვით. ჩემი გამოცდილებით გაცილებით მძიმე მოცემულობა იყო 1 ოქტომბერს 2012-ის და გაცილებით მძიმე მოცემულობა იყო საარჩევნო თვალსაზრისითაც, პოლიციური სიმკაცრის თვალსაზრისითაც. რა თქმა უნდა არის პრობლემები, რა თქმა უნდა რაღაცები არსებობს, სიმძიმეები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ამ პროცესში არ შეხვიდი. ამის ალტერნატივა არ არსებობს, ამის ალტერნატივა არავის არ დაუდია. აი ეს ადამიანებიც კი, აი ბევრს რო ლაპარაკობენ და თითქოს რო არაფრის აზრი არ აქვს, რას გვთავაზობენ? აი ესე დავიდოთ ხელები, დავიკრიფოთ ხელები და უყუროთ როგორ ძიძგნიან ამ ქვეყანას. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის განცხადებას გაიცნობოდით ალბათ ხო დღეს გავრცელდა საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელშიც პასეს მონიტორინგის კომიტეტი მიიჩნევს, რომ ამჟამად საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს. გასაგებია რომ არ ეთანხმებით იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნების მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანი ქართული ოცნების ინტერესებით მოქმედებს. საუბრობთ ევროპელ პოლიტიკოსებზე, რომლებიც გეუბნებიათ, რომ დღეს ახალი არჩევნები საქართველოში ვერ იქნება სამართლიანი. არც მათი გჯერათ. მაგის მე ეხლა იცით რა არის? ძალიან იმ ბევრ ევროპელზე ძალიან კარგად ვიცი რა ხდება ამ ქვეყანაში. მაგრამ ამის ალტერნატივა რა არის? ალტერნატივა ხო უნდა თქვა შეკაიდედმამიშვილო, ხო? და განსაკუთრებით იმ დეპუტატები, რომლებიც ამ რეზოლუციებს არ გაცდენ და ეხლა ხშირ შემთხვევაში უკვე მართლა უკვე ისე აღიქმება თუნდაც ჩვენ საზოგადოებაში. გავიგეთ ეს განცხადება, მაგრამ რაღაცას რო ამბობ, რაღაც ხო უნდა ალტერნატივა ხო უნდა თქვა. ანუ რა გავაკეთოთ? აი რა გავაკეთოთ? კითხვას ვსვავ. თუ არავის არაფერი რა უნდა გავაკეთოთ? აი მინიმუმ სამართლიანი საარჩევნო პირობები სამართლიანი საარჩევნო პირობები კი არა, პირდაპირ გეტყვით. საარჩევნო კი არა, აი ამ ადამიანებს, აი უნამუსოთ რო იძახოდნენ რომ ალიანსში ბრიფინგი, სადაც აი 6 ძირითადი პირობა დაასახელა. იბრძოლონ მე ამის შესაძლებლად, იბრძოლონ. აზრი პირველი საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა, მეორე ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობის დაბრუნება, მესამე ამორჩევლის ვერიფიკაციის პროცესის გამკაცრება და სახის ამომცნობი აპარატების დამატება, მეოთხე საარჩევნო პროცესის საერთაშორისო კომპანიის მიერ აუდიტი, მეხუთე სიების გახსნა და ამორჩეველთა ვინაობის გასაჯაროება და მეექვსე საარჩევნო დავები განიხილოს სპეციალურად
შექმნილმა სასამართლო კოლეგიამ, რომელიც საერთო შეთანხმების საფუძველზე იქნება შედგენილი. აი თქვენ გააქვთ რაიმე კონკრეტული მოთხოვნები, როცა საქმე ეხება ახალ არჩევნებს თუ შედიხართ, ასე ვთქვათ, უპირობოდ ნებისმიერ მოცემულობაში? მოდით ესე ვთქვათ, ბუნებრივია, როდესაც საარჩევნო პროცესი მოახლოვდება, რა თქმა უნდა, იქნება საკითხების წამოჭრა, მაგრამ თუ ქართული ოცნება არაფრის შესვლას არ აპირებს, თქვა, თეორიულად დაუშვათ, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებს. რასაც ამბობს კიდეც. რასაც ამბობს კიდეც. ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ამის გამო შენ შეგეშინდეს პროცესში შესვლა და არჩევნებში არ შეხვიდე. ალტერნატივა რა არის? ჩვენ ხომ ნახეთ ეს სამარცხვინო 4 ოქტომბერი. სამარცხვინო ოქტომბერი. ამ ადამიანებმა ხო ამ ადამიანებს ხო ნაწილმა ხალხმა დაუჯერა და არჩევნებზე არ მივიდა. ყველამ იმ ადამიანმა მიხვდა, რომ არჩევნებზე რომ მისულიყო თბილისის მოგება შესაძლებელი იყო. ყველამ მიხვდა. რუსთავის მოგება შესაძლებელი იყო. დღეს ვინ საუბრობს, რომ თუნდაც ამ პირობებში არჩევნებში შესვლას აზრი არ აქვს, ან კეთილი ინებოს, დადოს ალტერნატივა, ან მინიმუმ გაჩუმდეს, იმიტომ რომ ბრიყვია. პირდაპირ მნიშვნელობით ბრიყვი არის და მავნებელია. და ხშირ შემთხვევაში, რაც ბოლო პერიოდმა აჩვენა, ზოგი მათგანი დახელფასებული აგენტი არის ქართული ოცნების, ჩანერგილი რაღაცა აი ვითომ განსხვავებული აზრის პოზიციებში. ეს ესეა. და ამას ჩვენ დავამტკიცებთ ადრე თუ გვიან. და ეს ესე იქნება, იმიტომ რომ არ შეიძლება შენ არაფერი არ აკეთო და მხოლოდ ადამიანებს რაღაცა კიდე რაღაც პატარა მუხტით სადმე ანთია, რაღაცა მუხტი რო ანთია და ის იმის ჩაქრობაზეც იმუშაო. თუ არა გაქვს განზრახვა ან ბრიყული, ან შეგნებულად ამას არ აკეთებ. ორივე შემთხვევაში უკვე მავნებლობა არის, ბრიყობაც მავნებლობაა ამ შემთხვევაში. თუ ბრიყვი ხარ წადი საერთოდ პროცესიდან და მაყურებელი იყავი. და არ არის აუცილებელი ახლა შენ ფრთოვან აზრებს და ძნულ აზრებს ვიღაცები ისმენ და თუ ამაში ხელფას იღებ, მაშინ დამნაშავე ხარ და ზუსტად ისევე დაიჯები მომავალში როგორ დაიჯება ქართული ოცნება. ამაზეა საუბარი. როგორ შეიძლება არჩევნებზე უარის თქმა, როდესაც ამის კიდევ უფრო მეტად იზრდება ამის შესაძლებლობა. თქვენ რას ფიქრობთ, რომ ქართული ოცნება ელექტორალად იზრდება? ქართული ოცნება ელექტორალად მცირდება და ძალიან სწრაფად მცირდება და ძალიან კარგად იცის ქართულმა ოცნებამ ეს. ქართული ოცნება რომ ძლიერად იყოს, ამ სისულელებს კი არ ელაპარაკებდა ყობახიძე, დანიაზე კი არ იზრუნებდა. დანიის დემოკრატიაზე კი არ იზრუნებდა, გერმანიის ეკონომიკაზე კი არ იზრუნებდა. ევროკავშირის ეკონომიკა და რომელიც არის ევროკავშირის ეკონომიკა არის მეორე ეკონომიკა. 19-დან 20 ტრილიონ დოლარამდე ეკონომიკა არის. ამერიკის მერე მეორე არის და ჩინეთი ახლოს არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ არის მეორე ადგილზე. ანუ ყობახიძე ესა ჭკუას არიგებს დანიას ადამიანი, რომლის ქვეყნის ეკონომიკა არის დაახლოებით 40 მილიონი დოლარი და დანიას მარტო ექსპორტზე თავისი სოფლის მეურნეობის პროდუქტები გააქვს 30 მილიარდი დოლარის. ადამიანი არიგებს ჭკუას დანიას, სადაც მისი მოქალაქის პენსია არის საშუალოდ 400 ლარი, ну ასაკობრივიდან გამომდინარე 390 და 490-ია, მაგრამ ну საშუალოდ არის 400-450 ლარი და დანიაში არის 2000 დოლარი. 2300 დოლარი არის მოქალაქის პენსია. ჩვენთან საშუალო ხელფასი არის მათი სტატისტიკის მონაცემების მიხედვით 2480 ლარი დაახლოებით ეს არის ციფრები. და დანიაში არის 6000-დან 7000 ევრომდე. და ეს ადამიანი, რომელიც არის მომსახურე პერსონალი, მართლა აი მდიდარი ოჯახების, რომლებიც ძარცვავენ ამ ქვეყანას. ივანიშვილიდან დაწყებული, ხო? ყოველ დღე გამოდის და იმიტომ რომ თავყუთარ ქვეყანაში აქვს წარუმატებლობა, როდესაც ადამიანს არ აქვს რეაქცია, კიდევ ერთხელ ვამბობ, რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე და ნერვიულობს მაგალითად გერმანიის ეკონომიკაზე. თუ ეს არ არის სიგიჟე და თუ ეს არ არის მაღლა დაცინვა საკუთარი ხალხის, სხვა რა არის და რატო ლაპარაკობს ამას? იმიტომ რომ სათქმელი არაფერი არ აქვს საკუთარი მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა, წარუმატებლობა არის, როდესაც შენ რაჭრილში ხედავთ და კიდევ ერთ არა დასაცინია. რაჭრილში ხედავთ და ქართული ოცნების დრო რო სწორად გავანაწილოთ, ქართული ოცნების ახალ ინიციატივაზეც მინდა მოვასწროთ საუბარი, რომელიც აი სიძულვილის ენის და შეურაცხყოფის მონიტორინგს და მასზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით შინაგან
შეხვდა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნას ითვალისწინებს. ანუ ამ ამბავს რა კონტექსტში და ჭრილში უყურებთ ესეც რომ გითხრათ რატომ დასჭირდა ქართულ ოცნებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში ახალი სამსახურის თუ სამმართველოს შექმნა, იმიტომ რომ ქართული ოცნება სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტებს ისედაც აკონტროლებდა და მასზე სამართლებრივ რეაგირებას ისედაც ახდენდა, გამომდინარე იქიდან რომ გასულ წელს ადმინისტრაციულ სამართალდაღუპულთა კოდექსი ამ თვალსაზრისითაც გამკაცრდა. მაშინ რაზე მიუთითებს ეს გადაწყვეტილება? მაგას საუბრობ. ესეთი გადაწყვეტილებები დღის წესრიგის შეცვლა, რაღაც სიგიჟეების შემოტანა. ხო, წარმოიდგინეთ, როგორი სიგიჟე არის, ხო? რომ შენ წერილს უგზავნიდე ევროკავშირს, დანიას მაგალითად, ერთ-ერთ ქვეყანას, დანიას, ევროკავშირს, სხვა ქვეყნებს, ну, ძალიან ისე თან ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს, სუპერდემოკრატიები სადაც არის და რაღაცა წუხილებს გამოხატავდე, შენ ამ დროს არ შეგიძლია კვერცხის ფასის შემცირება. იმიტომ რომ ყველაფერში ჩავარდანენ. საკუთარ ამომრჩეველს შეპირდნენ, საკუთარ ხალხს თქვენ რა ფიქრობთ? ვინ არის ყველაზე მძიმე სოციალური წნეხის ქვეშ ვინ არის? ქართული ოცნების ამომრჩეველი ძალიან მძიმე აი ეს ამ შემთხვევაში ყველაზე მძიმედ მათ აწვევათ. მათ ზუსტად იციან. იმიტომ რომ შეიძლება ქართული ოცნება მათ რაღაცეებს ატყუებდა, რაღაც deep state სიტყვები შემოქონდა, სადღაც შეყავდა რთულ პოლიტიკურ კომბინაციებში, მაგრამ როდესაც ჩავიდნენ ბუღალტერიაში და ადამიანებს დაუწყეს თეთრებით დათვლა, იმ ადამიანმა შეხედა მარტივად, რომ კაცო გუშინ 30 პირველ იანვარს 30 ლარი ღირდა ხორცი. ესე იყო რეალობა, ესე იყო. და მაისში 35 და 37 ლარი გახდა. ამ ადამიანს ვეღარ მოატყუეს ამაში. ეხლა მაგალითად ზაზა სათერიშვილი ვეღარ დაეხმარება ეხლა რაღაცა სიგიჟეებში, ხო? ეხლა იმას თავისი როლი აქვს და იქ შეთქმულების თეორიებს არვითარებს. მივდივარ მაგამდე. მარტივი არის, ლოგიკა მარტივი არის. ქართული ოცნება იპარავს. პირდაპირ მნიშვნელობით ძარცვავს ამ ქვეყანას. ხალხს აქვს ამაზე ბუნებრივი რეაქცია და ეხა გადაწყვიტეს რომ აი რომ მოგპარავენ ფულს და ამის გამო შეაგინებ თან კიდე დაგიჭირონ. აი ამას აკეთებს ქართული ოცნება. ჯერ ფულს მოგპარავს, დაგაღარიბებს და მერე თუ შენ გამოთქვა პრეტენზიას, რატომ მომპარე ეს ფული? დაგიჭერს. ეს არის მისი ამოცანა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ლოგიკა სად არის? შენ თუ მაგრა ხარ ელექტორალურად, რატო შეგჭირდება ეს მანიაკობები? მანიაკი ხო არა ხარ მართლა რომ ამკაცო, შენ თუ გარანტირებულად მოგებული გაქვს ყველაფერი, რატო ზღუდავ გამოხატვის თავისუფლებას? ამ სტუდენტებს ის რო უკავიათ რაღაცა ბანერი ტროტუარზე დგან, რატო იჭერ? თუ მაგრა ხარ, თუ მაგრა უყვარ ხარ ხალხს, თუ ელექტორალურად რაღაცა მედეგი ხარ და არანაირი პრობლემა არ აქვს არჩევნებში გამარჯვების, მანიაკი ხო არა ხარ? მაშინ 22 წლის გოგოს რო იჭერ იმას ბორდიულზე. მაშინ რა ვნება არის? ამიხსენით, მაგალითად, აი როგორ ხსნის ქართული ოცნება სტატისტიკას. 2020 წელს იყო 15000 საქმე აღძრული, 25 წელს არის 25000 საქმე აღძრული. რა ხდება? ესე იგი გაურბით ამ ადამიანებს რაღაცეები, ხო? გაურბით ხელიდან. და ეს იმატებს ეს დუღილი იმატებს და განსაკუთრებით მათთვის მძიმე იქნება თუ ეს კრიტიკა წამოვა იმ ხალხიდან, თუნდაც ვით მათ მხარი დაუჭირა 24 წელს და ბევრი იყო ასეთი ადამიანი, რა თქმა უნდა. მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი არის, ვინც 24-ში მხარი დაუჭირა და ყოველ ფეხის ნაბიჯი ხდება ეს კრიტიკა. ყველგან, არა მარტო ქალაქში. ადრე რა თქმა უნდა რთული მოცემულობა იყო დიდ ქალაქებში. დღეს უკვე რეგიონებში აქვთ მათ ელექტორალური პრობლემები. ხალხმა დაიწყო საუბარი, იმიტომ რომ რასაც შეპირდნენ, ყველაფერში მოატყუეს. არაფერი არ გაუკეთეს. არაფერი საერთოდ. რაც დაპირდნენ 2024 წელს, თუნდაც პოლიტიკური თვალსაზრისით, ხო? მათი ოპონენტების განადგურებით. ისიც არ შეუსრულეს. ვიღაცას ხო გულს ხანდა, რომ ვიღაცაზე ამობდნენ, ამას დავიჭერ, იმას დავიჭერ. არაფერი. რაც გააკეთეს დაიჭირეს ღარიბაშვილი და ლილუაშვილი და თავისიანებს იჭერენ. იმ ხალხს იჭერენ, ვისაც ჯერ ფულს აპარიებენ. მაგ ხალხს იჭერენ. ამ მდგომარეობაში არის ქართული ოცნება კიდევ უფრო დამძიმდება. და უნდა ველოდოთ ახალ გადაწყვეტილებებს და ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი ახალი სამმართველოს კონტექსტში ჩაგკითხებით ლევან და ამით ახალგაზრდა ადამიანებს ან იმ ხალხს, ვინც აპირებს ამ სამმართველოში მუშაობის დაწყებას.
ვურჩევდი, კარგად დაფიქრდნენ, რა სამსახურში ყოფნით უნდა იყვნენ ხელფასი. ეს ქვეყანა ინახავს ცენზორების ისტორიას. ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ მოუნდა გაიგოს ვინ ჩაუშვა 37 წლებში, 30-იან წლებში, თუ კომუნისტების დროს, თუ სხვა წლებში, ყველამ ძალიან კარგად იცის. ჩვენ შეუნახავთ ისტორიას ამ ადამიანების სახელებს და გვარებს. თან მაგრად შეუნახავთ. ადრე ის მაინც იყო, რომ არ არსებობდა ესეთი, თქვათ, ინფორმაციის ამხელა შენახვის რესურსი. დღეს ციფრული სამყარო არის. ყველა ადამიანს, მათ მეზობელს ეცოდინება ვინ არის ცენზორი. ყველა გაიგებს, ვინ მუშაობს იმ სამმართველოში. მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი ჩაეწერებიან თუ დაიწყებენ არაობიექტურად. კაც არსებობს რაღაცა ზღვარი, ხო, ობიექტურობის, ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ? ვინ ყველაზე მეტად ვინ იწყევლება და ვინ იგინება და ვინ არის დაკავებული ამ სიბინძურით? ეს არის ქართული ოცნების პროპაგანდა. მათი ტროლ პეიჯები, აი მაგალითად, ხო შეპირდა 100 ქარხანა ამ ქვეყანას, მაგრამ 100 ტროლ პეიჯი დანამდვილებით აქვს შექმნილი მივანიშვილს და თავის პოლიტიკურ სისტემას. დანამდვილებით აქვს შექმნილი. უბრალოდ შედით მათ თქვენ ხა ჟურნალისტიკაში მუშაობთ და ძალიან კარგად იცით რა ხდება სოციალურ ქსელებში. აი რა იყოს სიძულვილის ენის შეფარდება, გასაგებია ხა ყველა ადამიანი რაღაცა თავის ემოციით გამოხატავს. 80% არის ქართული ოცნების. ხო და აი ამ კონტექსტში ჩდება ლევან კითხვა, რა სახე შეიძლება მე არაფერი, უბრალოდ თავისიანს არ შეეხებიან და შეეხებიან. გავიგეთ ამ გაწყვეტილების შესახებ და აი მოდით ბოლო კითხვა სწორედ მამუკა მდინარაძესთან მიმართებაში ჩაკითხებით, რომელსაც სხვა შორის 2 დღის წინ ალეკო ელისაშვილმა ასეთი რამ შეუთვალა, მდინარაძეს გადაეცით, ვნანობ უფრო კარგად რომ არ შემოვარტყი და კობახიძე არ დავაყოლე ზედ პარლამენტში სანამ ვიყავი, გამოვასწორებ აუცილებლადო ასე დაემუქრა, ასე ვთქვათ, ალეკო ელისაშვილი 2 დღის წინ მის სასამართლო პროცესზე მამუკა მდინარაძეს. აი რა ჩანს ამ რამდენიმე კვირაში, არა სხვა კითხვას გისვავთ, რა ჩანს ამ რამდენიმე კვირაში, რაც სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი დაიკავა მამუკა მდინარაძემ. ანუ რისთვის შეიქმნა ეს თანამდებობა? ამ კითხვაზე უფრო მკაფიოა თუ არა დღეს თქვენი პასუხი? ან რა სახე შეიძლება მიიღოს უკვე შემდგომ კვირებსა და თვეებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა. რაც შეეხება, თქვათ, უშუალოდ ამ ადამიანს, რა თქმა უნდა, ის რუსიდან არის გაშვებული და ამასთან, რა ვიცი, მოარული ხმები ამბობენ ზოგმა რაღაცა კოლ-ცენტრების ფულს შეეხო, იგივე რასაც ლილუაშვილს აბრალებენ, ზუსტად ანალოგიურ ამბებში არის გახვეული ამ ფულის საკითხში, იმიტომ რომ უყვარს ამ ხალხს უყვარს ფული ზოგადად. რაც შეეხება ახლა თვითონ მამუკა მდინარაძე, იმიტომ შეუქმნეს ეს რაღაცა აპარატი, ანუ რა სამინისტროს თანამშრომლებიც არ აყავს, ხო? რომ არის უბრალოდ კობახიძე არის პრემიერ-მინისტრი. კობახიძე თუ არ იქნება პრემიერ-მინისტრი, არავინ არ გააჩერებს მამუკა მდინარაძეს. ანუ მამუკა მდინარაძე არის ყოველ შემთხვევაში თავარი მაგიდიდან გადასმული არის. ეხლა რა შეუქმნა, რა არ შეუქმნა, რითი ბერავენ ეხლა ერთმანეთს და თქვათ თავის ეგოს აკმაყოფილებენ, რომ რა კოორდინაცია არის კოორდინაცია. ეხლა ერთადერთი რაც გამოჩნდა, გენერლობა მიიღო იმაში, რომ მსოფლიოში იქნება პირველი გენერალი, რომელიც დაიწყებს Facebook პოსტებთან ბრძოლას, მაგრამ აქაც არაობიექტური იქნება, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ტენდენციური იქნება. მაგალითად, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაზე მეტი ღვარძლი და ყველაზე მეტი ბოღმის ნთხევა და გამიზნული შეურაცხყოფები. ეს არის ქართული ოცნების მხრიდან დაფინანსებული. ბიძინა ივანიშვილის სისტემა ამას აფინანსებს. სხვანაირად მათ უბრალოდ არ შეუძლიათ, ანუ ისინი ვერ შემოდიან ვერც დებატებში, ვერცად ხო ხედავთ, ყველა დებატში გაცამტვერდნენ, სადაც რეალურად საქმეზე დავიწყეთ საუბარი. მათ არანაირი უნარი არ აქვთ. არაფერი არ შეუძლიათ, მათ არ შეუძლიათ მაგალითად 200 ლარით პენსიის გაზრდა. იმიტომ არ შეუძლიათ, რომ ნაკლები მოსაპარი ექნებათ. მაგალითად არ შეუძლიათ ამ ქვეყანაში რომ ადამიანს ღირსეული ანაზღაურება კონდეს მინიმუმ და ეს 1000 ლარზე ნაკლებს ამ ქვეყანაში არავინ არ იღებდეს ხელფასს. მათ მაგალითად არ შეუძლიათ დააფინანსონ დიუშენით დაავადებული ბავშვები. მაგრამ სამაგიეროდ 50 მილიონი
ეს ენანებად, მაგრამ სამაგიეროდ შეუულია მაგალითად კობახიძე მილიონიან მანქანაში, აი გერმანიაში რო ჩამოქცეული არის ეკონომიკა, გერმანული მანქანა, მაიბახი იყიდოს სახელმწიფო და მილიონზე მეტი გადაიხადოს ამაში და მერე კობახიძე მიაროს. აქ თავის სახლიდან მაგალითად კანცელარიამდე თითქოს სხვა თქვა მაგალითად შკოდათიან სხვა დაბალფასიანი მანქანით ვერ ივლიდა, იმიტომ რომ არსებობს ამის გამოცდილება. გახარია მაგალითად შკოდათი დადიოდა პრემიერ-მინისტრი რო იყო. და USAID-ის კლერკი რო გახდა პრემიერ-მინისტრი, Mercedes მაიბახში ჩაჯდა მილიონზე მეტი ხის ეს მანქანა. ეს არის განსხვავება, ეს არის დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ და სხვათა შორის სხვა პრემიერ-მინისტრები გაცილებით დაბალი ანაზღაურების მანქანით დადიოდა. არა, ეს ტენდენციას აჩვენებს. მაგალითად, მას შეუულია 60 მილიონიანი ავტოპარკის განახლებაზე გამოაცხადოს ტენდერი, მაგრამ 200 ბავშვის გადასარჩენად ფული არ ენანება. მაგალითად, მათ შეუულიათ მილიარდზე მეტი აპატიონ ენერგეტიკულ კომპანიებს, რომლებიც მილიონებს შეულობენ და ეხლა ხო ხვდებით, ეხლა ენერგეტიკული კომპანიები, მომგებიანი კომპანიები ელექტროენერგიას ვინც ამოწურს, ეს ლიკვიდური ბაზარია, არ არსებობს, ვერ გაყიდო. მაგათ აპატიებენ მაგალითად. შეუულიათ გამოაცხადონ საფეხბურთო მოედნის მშენებლობა, რომელიც მილიარდი დაждდება და აქედან რაღაცა ივანიშვილის ქარხანამ ცემენტი გაყიდო, ან იქიდან ფული მოიპარონ. მაგრამ მაგეროდ ბავშვების გადასარჩენად ფული არ ენანებათ. მაგრამ ეს თემები რო გადაფარონ, ამისთვის არის საჭირო ის სიგიჟეები, რომ დანიაზე ზრუნავს, ეხლა წარმოიდგინეთ, ქართული ოცნების პროპაგანდა. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და შესაბამისად ჩვენც ამ მოცემულობაში ვართ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, მე ამას გრძნობ, მე ამას არ გრძნობდი ესე კაფიოდ. 24-ში ეს არ იგრძნობოდა. ქართული ოცნება თვითონ გრძნობს მის ელექტრონულ შეთხელებას და მის მიმართ პრეტენზიებს და ეხა კიდევ ერთხელ მაშველ გოლად ისევ იმ ხალხის გამოჩენა, რომელმაც 4 ოქტომბერი გადაურჩინა. კეთილი. რა თქმა უნდა, აქ ბევრჯერ არის დასაფიქრებელი და თუნდაც ის ხალხიც უნდა დაფიქრდნენ, რომ არ მიიღონ ისევ რაღაცა გიჟობაში მონაწილეობა, რაც 4 ოქტომბერს მიიღენ და შედეგი რა არის? ყველაზე კორუმპირებული მერი მესამე დაირჩია ამ ქალაქმა. მადლობა ლევან. ყველაზე დაბალი ელექტორალური მოცემულობა. ამით დავასრულოთ. კიდევ ერთხელ გადაგიხდით მადლობას იმისთვის, რომ იყავით ჩვენი სტუმარი და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ გია ჯაფარიძე დიპლომატი შეაფასებს დღეისთვის აქტუალურ საკითხებს, ასე რომ დაგვაოდით. რეკლამის შემდეგ თავისუფალი სტუდია დასკვნითი ნაწილით ბრუნდება პირდაპირ ეთერში. ამჯერად დავიწყებთ ქართული ოცნების ბრიუსელთან ურთიერთობებით. შეფასებას კი დიპლომატი გია ჯაფარიძე გაგვიზიარებს. გამარჯობა ბატონ გია და მადლობა რომ გვესტუმრეთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ტელემაყურებელს და მივესალმები სინდისის პატიმრებს, რომლებიც ალბათ უყურებენ თქვენს გადაცემას. ბატონ გია, ალბათ ადევნებთ თვალს ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთის მიყოლებით როგორი ფორმით და რა ტონით აკრიტიკებენ ევროპელ ელჩებს და ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს. ბოლო დღეებია განსაკუთრებული კრიტიკის საგანია დანია და დემოკრატიის ხარისხი დანიაში. მოგეხსენებათ იქ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კრიტიკული წერილი გაიგზავნა ირაკლი კობახიძის მხრიდან ევროპული ინსტიტუტების ხელმძღვანელებისადმი. აი ბოლოს კი ითქვა ისიც, რომ არაფერი ესაქმება საქართველოს ისეთ ევროკავშირში, როგორიც ვნახეთ სწორედ დანიის მაგალითზე. პირველ რიგში რა მიზანს ემსახურება ეს რიტორიკა და ამ აქცენტებით პოზიციონირება? ჩვენ სხვანაირი ევროკავშირი გვინდა. რა იკითხება ირაკლი კობახიძის ამ გზავნილში? კი ბატონო, ძალიან კარგი შეკითხვა. სანამ ევროპის კავშირამდე მივალ, ევროპის კავშირთანაც მივალ, უბრალოდ აი რაღაცა ფაქტები ამოვიწერე და მინდა რომ მაყურებელსაც რომ გავაცნოთ, ხო? დანიასთან მიმართებაში თან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა დანიას უტევენ, დანიის ელჩი ყავდათ რამდენიმე თვის წინ დაძახებული საგარეო საქმეთა სამინისტროში. მანამდე კიდევ შეტევა იყო შვედეთში, რომ წარმოვიდგინოთ, დანია არის სახელმწიფო, დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საერთოდ არ არის კორუფცია. ანუ აი დანიაში ვერ იპოვით რომელიმე ყოფილ ან მოქმედ დანიის რომელიმე მინისტრს, რომელსაც სახში ქეშად უდევს რამდენიმე მილიონი ამერიკული დოლარი ან უდევს რაღაცა ოქროს ზოდები კილოგრამობით ინახავდეს ოქროს. ესეთი რამე დანიაში არ ხდება. ანუ დანიაში უბრალოდ რომ ნახოთ, აი კორუფციის ინდექსი რომ ნახოთ, დანია და შვედეთი და სკანდინავიის ქვეყნები ზოგადად არიან ლიდერები იმაში, რომ თითქმის არ არის ამ ქვეყნებში კორუფცია. დანიის მოსახლეობა არის 6 მილიონი.
პენსია არის 2200 ევრომდე. 2200 ევრომდე. იღებს პენსიონერი ყოველთვის არის 16200 დანიური კრონი. დანიელებს აქვს თავისი ვალუტა კრონა, ხო? ხელფასი, საშუალო ხელფასი დანიაში არის 6850 ევრომდე. 6850 ევრომდე, 51000 კრონი. მთლიანი შიდა პროდუქტი დანიის არის 554 მილიარდი ამერიკული დოლარი. 554 მილიარდი. საქართველოსი რამდენია ისიც? 53 მილიარდი ამერიკული დოლარი. ანუ 500 მილიარდით მეტია მთლიანი შიდა პროდუქტი დანიის, ვიდრე საქართველოსი. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დანიაში არის 83440 ამერიკული დოლარი. საქართველოში ის რამდენია? 11500. 83000 ერთ მხარეს, 11000 მეორე მხარეს. აი ამ ქვეყანას აკრიტიკებს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი. მანამდე იგივე ხდებოდა შვედეთთან მიმართებაში და აი შვედეთის მონაცემებიც კი მაქვს ამოწერილი, მაგრამ ამით ახლა არ გადაგლით. ხო, ახლა რატომ მაინც და მაინც დანია ეს არის ძალიან საინტერესო. ჩემი აზრით ახლოვდება ივნისში ევროპული საბჭოს შეხვედრა, მანამდე იქნება საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო, მერე იქნება ევროპული საბჭო, სადაც როგორ ჩანს ქართულ ოცნებას აქვს ინფორმაცია, რომ საუბარი იქნება ქართული ოცნების წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, ან ყოველ შემთხვევაში რაღაც ნაბიჯებზე, რომელსაც როგორ ჩანს აპირებს ევროპის კავშირი, რომ გადადგას და ამათმა პრევენციულად შეუტიეს ახლა ევროპის კავშირს. მეორე რაც მგონია მიზანში ყავთ ამოღებული ის სახელმწიფოები, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად უჭერენ ხარს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და საქართველოს მოქალაქეებს. თუ აიძულებენ დანიის სამეფოს, შვედეთის სამეფოს, ასევე სხვა სახელმწიფოებს, რომ ხელი ჩაიქნიონ საქართველოზე, დაუნგრეიდი გააკეთონ ან საერთოდ დახურონ თბილისში საელჩოები, ეს არის ზუსტად ქართული ოცნების მიზანი. ამით საქართველო მარტო დარჩება რუსეთთან პირისპირ და ცხადია მარტო დარჩენილ საქართველოს რუსეთი ადვილად დაჩაგრავს. მესამე მიზეზი, რაც მე მგონია, ფიქრობენ, რომ დანიაზე ასეთი თავდასხმით რაღაცნაირად მიიქცევენ პრეზიდენტ ტრამპის ყურადღებას. აი ფიქრობენ, რომ შეიძლება ფეხი აუწყონ რაღაცნაირად პრეზიდენტ ტრამპს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 1 წლის წინ პრეზიდენტ ტრამპს ჰქონდა ცოტათი ჩვენთვის მიუჩვეველი კომუნიკაცია გრენლანდიასთან დაკავშირებით, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, არის დანიის ტერიტორია და შეიძლება ასე ფიქრობენ, რომ მიიქცეონ ტრამპის ყურადღება. უბრალოდ დანიასთან დაკავშირებით კიდევ ორი რამე რომ ვთქვათ. წლების განმავლობაში, 35 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც საქართველოს აღიდგინა თავისი დამოუკიდებლობა, დანია მუდმივად უპირობოდ უჭერდა საქართველოს ხარს აბსოლუტურად ყველა ფორმატში. დანიისგან ჩვენ ყოველთვის ჰქონდა პოლიტიკური მხარდაჭერა, ეკონომიკური მხარდაჭერა და მხარდაჭერა დიპლომატიურ ველზე. მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მე მგონი რომ აღნიშნოთ, დანიამ სულ რამდენიმე წლის წინ გახსნა თბილისში თავისი საელჩო. ქალბატონი ელჩი, რომელიც დღეს წარმოადგენს დანიის მთავრობას და დანიის სახელმწიფოს თბილისში, არის პირველი ელჩი საერთოდ თბილისში. რამ განაპირობა დანიის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება? ანუ ეს ხო დამატებითი ხარჯებია, ხო, რომ საქართველოში ახალი საელჩო გახსნა და დააფუძნო და დიპლომატები მიავლინო და დაკავშირებული არის ხო ძალიან ბევრ ფინანსურ მათ შორის ხარჯებთან. დანიამ გადაწყვიტა რამდენიმე წლის წინ, რომ ყოფილიყო საქართველოს ლობისტი ევროპის კავშირის შიგნით. ანუ საქართველოს ლობისტობა ევროპის კავშირის შიგნით ნიშნავს, რომ დანია დახმარებოდა საქართველოს, რომ სწრაფად მომხდარიყო საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაცია. უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ, აი როგორ არა მადლიერებასთან, როგორ არა ქართულ, როგორ არა ქრისტიანულ, როგორ არა კაცურ საქციელთან გვაქვს საქმე. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მადლიერები ვიყოთ დანიის
იმისთვის, რაც საკეთებდა 35 წლის განმავლობაში და იმისთვის, რასაც აპირებდა საქართველოსთან დაკავშირებით, რომ დაგხმარებოდა, რომ იქ ყოლოდა ერთი ჩვენი ხმა 27 სახელმწიფოს შორის, ამის ნაცვლად გადავწყვიტეთ, რომ ბატონგიას კეთილი, აი თქვენ კი გაგვიზიარეთ თქვენი პოზიცია, რატომ დანია, ისე როგორც თქვით, რომ ნულოვანია, იქ ნულოვან ნიშნულზეა კორუფციის მაჩვენებელი, ისე როგორც მაღალია ხელფასები და პენსიები და არის კარგი ცხოვრება, თუმცა ქართული ოცნება ამ შემთხვევაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან მიმართებაში გამოთქვამს შეშფოთებას და იცით რომ აი ირაკლი ყობახიძე ევროკავშირის ლიდერებს სწორედ კოპენჰაგენის შემაშფოთებელი მოვლენებისა და ევროკავშირის ღირებულებითი კრიზისის შეფასებისკენ მოუწოდა და მაყურებლებს რომ გავახსენოთ ყობახიძის ღია წერილის ადრესატები არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და სხვა შორის წერილი იწყება იმით რომ საქართველოს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა. მინდა უშუალოდ იმ ფაქტების შესახებაც გაგვიზიაროთ თქვენი პოზიცია, რაზეც ქართული ოცნება აპელირებს, ანუ მომიტინგეების ძალადობრივი მეთოდებით დაშლა, იქ გაწვრთნილი ძაღლების გამოყენებაზე იყო საუბარი და აქვე კიდევ ერთ კითხვას დაგისვათ, ბარემ და ერთად მიპასუხეთ, თქვენი აზრით მისულია თუ არა ეს წერილი ადრესატებამდე და რამდენად ეილით მათგან გამოხმაურებს. ეს წერილი არის დაწერილი საბჭოთა კავშირის საუკეთესო ტრადიციებში, მე საბჭოთა კავშირში დავიბადე და მახსოვს, როგორ წერილებს წერდა საბჭოთა კავშირი, მახსოვს, როგორ მიმართავდა ის თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლებს. ძალიან კარგად მახსოვს ასევე ის ირონიული დამოკიდებულება, რომელიც საბჭოთა კავშირს ჰქონდა, მაშინ ერქვა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა, ევროპის მაშინდელი გაერთიანების მიმართ, ამაში ახალი არაფერია. ეს წერილი არის დაწერილი საუკეთესო რუსული ტრადიციების მიხედვით, ეს არის პირდაპირ კოპირება და რაღაცა კიდევ გარკვეული ელემენტებით გაძლიერებული რუსული ასე ვთქვათ ქრესტომატიიდან აქ ახალი არაფერია ამ წერილს რუსულად თარგმნით მივიღებთ იმ წერილს როგორცაც პუტინის რუსეთში გამოაცხობენ ხოლმე დასავლეთის მიმართულებით ქართული ოცნება ცდილობს რომ თავისი დანაშაული დაფაროს ქართული ოცნების დანაშაული აღიარებული არის საერთაშორისო გამოძიების მიერ ეს საერთაშორისო გამოძიება ჩაატარა იმ ორგანიზაციამ რომლის წევრიც არის თავად საქართველოს და რომლის წევრიც არის ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობას ქართული ოცნება წარმოადგენს ანუ ეს არ არის რაღაცა გამოძიება რომლის შესახებ არ იცოდა ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად იცოდა ამ გამოძიების შესახებ და ქართულმა ოცნებამ ამ გამოძიებასთან ითანამშრომლა ანუ ამ გამოძიების ანგარიშში წერია რა მოხდა ქართულ ოცნებასთან მიმართებაში როგორ დაიწყო პროცესი როგორ დასრულდა პროცესი და დასრულებული ანგარიშის შემდეგ რა უპასუხა მას ქართულმა ოცნებამ ანუ ეს ნიშნავს რომ ქართულმა ოცნებამ გამოძიებასთან ითანამშრომლა მსგავსი რამ დანიასთან მიმართებაში შვედეთთან მიმართებაში თუ ევროპის კავშირის სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში მე უბრალოდ არ მახსენდება რა არის ქართული ოცნების მიზანი რა არის ამ წერილების მიზანი ამ წერილების მიზანი არის ის რომ ევროპის კავშირმა თავად თქვას უარი საქართველოსზე რომ საქართველოს დარჩეს მარტო რუსეთის პირისპირ რომ საქართველოს გახდეს ადვილი ლუკმა რუსეთისთვის ნახეთ ძალიან ხშირად ქართული ოცნება ამბობს ხოლმე რომ მათ აქვთ რაღაცა ან ღირებულებებზე რომ ლაპარაკობენ ბოლოს და ბოლოს იმისთვის რომ გახდა ევროპის კავშირის წევრი უნდა დააკმაყოფილო კოპენჰაგენის კრიტერიუმები ანუ ის კრიტერიუმები რომელიც დანიის თავმჯდომარეობის დროს მიღებული არის დანიის დედაქალაქში სამი კრიტერიუმია ეს ხო სამი პირველი ეს არის პოლიტიკური კრიტერიუმები რომელიც რას ამბობს რომ ქვეყანაში უნდა იყოს დემოკრატია რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული.
ჩვენ არ გვინდა რომ საქართველოში ადამიანის უფლებები დასული იყოს, ხო, ყველას გვინდა რომ საქართველოში იყოს კანონის უზენაესობა, რომ კანონზე მაღლა არავინ იდგეს, რომ კანონის წინაშე იყოს ყველა თანასწორი, აი ქართული ოცნების მინისტრები, ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ოლიგარქები არ იდგნენ კანონზე მაღლა. დავასრულებ რა. მართლმსაჯულება იყოს დამოუკიდებელი. სასამართლო რო იყოს დამოუკიდებელი, ხო კარგი იქნება, ხო მაგარი იქნება, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი. დავანებებ ახლა პოლიტიკურ კრიტერიუმებს, მეორე არის ეკონომიკური კრიტერიუმები. რომ საქართველოში არსებობდეს თავისუფალი ეკონომიკა, რომ საქართველოს ეკონომიკა ეფუძნებოდეს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. რას ნიშნავს ეს? რომ აი ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენები კი არ იგებდნენ მუდმივად სხვადასხვა ტენდერებს და მე ხანდახან ისე ხდებოდეს, რომ უკვე ჩატარებულ ტენდერში პირობები იცვლებოდეს, რომ ქვეყანაში არ იყოს კორუფცია. აი ამაში რა არის სუდი? ამაში ხო ყველაფერი კარგი. ამას არ აკმაყოფილებს ქართული ოცნება. ლანძღავს ევროპის კავშირს, რატომ? იმიტომ რომ მას არ უნდა ისეთი სახელმწიფო, როგორიც არიან ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები. რატომ არ უნდათ? არ უნდათ იმისთვის, რომ ძარცვონ საქართველოს მოქალაქეები. რა იმას რა პასუხებს უნდა ველოდოთ და რა გამოხმაურებას უნდა ველოდოთ ბრიუსელიდან? აი თქვენ თქვით, რომ ევროკავშირისგან რაღაც ცუდის მოლოდინი შეიძლება ქონდეს ქართულ ოცნებას და აი ეს თავდასხმის გაძლიერება ამითაც შეიძლება იყოს განპირობებული. აი რას შეიძლება ამზადებდეს თავად ბრიუსელი, იმიტომ რომ თუ არ ჩავთვლით გერმანიის და ევროკავშირის ელჩების გამოხმაურებას, ფაქტობრივად ყოველ შემთხვევაში სიტყვიერ დონეზე ჩანს, რომ თითქოს არ იმჩნევს ბრიუსელი იმას, რასაც ქართულ ოცნებაში ამბობს. რასაც საბჭოთა კავშირი წერდა და რა დეზინფორმაციასაც და რა პროპაგანდასაც საბჭოთა კავშირი ავრცელებდა, არც მაშინ პასუხობდნენ ამას, როგორ შეიძლება პროპაგანდას უპასუხო სერიოზულად. ევროპის კავშირის მხრიდან ჩვენ ვხედავთ დაგვიანებულ ძალიან ნელ რეაქციას, მაგრამ ეს რეაქცია არსებობს, ხო? ბოლო რეაქცია იყო ევროპის პარლამენტის მიერ ქართული ოცნების პროპაგანდისტული მანქანისთვის, ქართულენოვანი რუსული ტელევიზიისთვის აკრედიტაციის შეჩერება. იგივე ემუქრება პოსტივის და რუსთავი-2-ს. ეს ევროპის პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია დააკოპიროს, გადაიღოს ევროპულმა კომისიამ და ევროპულმა საბჭომ. ანუ მანამდე იყო კიდევ თქვათ სავიზო თავისუფალი ეს სავიზო რეჟიმი, უვიზო მიმოსვლა დიპლომატიურ პასპორტებზე გაუქმდათ. ანუ ფაქტობრივად სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება, რომელიც 2011 წლის არის, ფაქტობრივად ის შეაჩერეს. ევროპის კავშირი მოქმედებს ნელა, მოქმედებს დაგვიანებით, მაგრამ მოქმედებს თავისი ღირებულებების და პრინციპების მიხედვით. ალბათ არის მოსალოდნელი, რომ ივნისშიც რამე იქნება ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით და როგორც ჩანს, ამან ესენი გააღიზიან. ბატონია, ირაკლი ყობახიძის წერილთან დაკავშირებული საკითხი რომ ამოვწუროთ და მე უშუალოდ გერმანიასთან ურთიერთობაზეც მინდა რომ გაგვიზიაროთ თქვენი პოზიცია. აი ჯამში მივედით მოცემულობამდე, როცა ქართული ოცნება გვეუბნება, რომ არ გვინდა ასეთი ევროკავშირი. აი არ გვინდა ასეთი ევროკავშირი. ამის ყოველდღიურად და შეიძლება ითქვას, რომ უკვე დღეში რამდენჯერმე გამეორებაც რა გავლენას ახდენს ქართულ საზოგადოებაზე და საზოგადოების განწყობაზე ახლა ესეც გითხარით. ანუ რამდენად უნდა ვიფიქროთ, რომ ამასობაში საქართველოს მოქალაქეების თვალში შესაძლოა ევროკავშირის როგორც იმ ინსტიტუტის დისკრედიტაცია მოხდეს, სადაც ეს რა ევროპის კავშირის დისკრედიტაცია ქართული ოცნების მხრიდან მიმდინარეობს უკვე დიდი ხანია, ხო, რაც ქართული ოცნება შეიქმნა ფაქტობრივად იმ მომენტიდან მოყოლებული, ხო, 2011 წლიდან. ბოლო პერიოდში ეს არის უფრო გაძლიერებული, გაძლიერდა 2022 წლის თებერვლიდან, როდესაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და ქართულ ოცნებას გაუჭირდა ერთდროულად ორსკამზე ჯდომა და ფაქტობრივად ჩამოიხსნა ნიღაბი და ამ ომში არა ცივილიზებული სამყაროს, არამედ რუსეთის მხარეს აღმოჩნდა. ევროპა ყოველთვის ასეთი იყო, რას ნიშნავს არ გვინდა ასეთი ევროპა? ანუ რა არ გვინდა? ევროპა ეფუძნება სამ, ასე ვთქვათ, ძირითად პრინციპს. ეს არის ბერძნული დემოკრატია, ეს არის რომაული სამართალი და ეს არის ქრისტიანული ეთიკა. რა არ გვინდა? არ გვინდა
დემოკრატია ქვეყანაში, არ გვინდა კანონის უზენაესობა ქვეყანაში, არ გვინდა სამართლიანი სახელმწიფო, არ გვინდა ქრისტიანულ ეთიკაზე დაფუძნებული სახელმწიფო, სადაც ადამიანი არის სახელმწიფოში მთავარი ღირებულება. ეს არ გვინდა. ევროპა ეს არის, სხვა რამე არ არის ევროპა. ევროპა ყოველთვის ეს იყო. აბა რა უნდათ? რა უნდათ გეტყვით? უნდათ ისეთი ტიპის სახელმწიფო, როგორც არის მაგალითად რუსეთი, როგორც არის მაგალითად ჩრდილოეთ კორეა, რომ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ხარჯზე მდიდრდებოდეს ერთი მუჭა ოლიგარქთა ჯგუფი. ასეთი სახელმწიფო უნდა. ასეთი სახელმწიფო ევროპის კავშირში არ არის. ასეთი სახელმწიფო ეწინააღმდეგება იმას, რაზეც დგას ევროპის კავშირი. თქვენ ვერ იპოვით ასეთი ტიპის სახელმწიფოს ევროპის კავშირში. არც ერთი ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფო არ არის ისეთი, როგორ სახელმწიფოსაც აკეთებს ქართული ოცნება. არც ერთი ევროპის კავშირის სახელმწიფოში არ დაუკავებიათ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არ უპოვიათ პრემიერ-მინისტრების და მინისტრების სახლში კილოგრამობით ოქროს ზოდები და მილიონობით ამერიკული დოლარი კიდევ ქეშად სახლში, ხო? არსად ევროპის კავშირის არც ერთ სახელმწიფოში არ არის ასეთი კორუფცია, არსად საკუთარ ხალხს ასე არ ძარცვავენ, როგორ ძარცვავს ქართული ოცნება. არსად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არ მოქმედებს არც ერთი მთავრობა, როგორც მოქმედებს ქართული ოცნება, ხო? ქართული ოცნება მოქმედებს საქართველოს სახელმწიფოს გრძელვადიანი ინტერესების წინააღმდეგ. ბუნებრივია, რომ არ ენდომებათ ევროპის კავშირი. არ ენდომებათ, იმიტომ რომ ევროპის კავშირი ნიშნავს ჩვენს კეთილდღეობას. ევროპის კავშირი ნიშნავს საქართველოს თითოეული მოქალაქის გამდიდრებას, ღირსეულ ცხოვრებას. ყველაფერზე საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი, როცა ყოველდღიურად ისმენს იმას კიდევ ერთხელ. მე მგონი ქართულმა ხალხმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უმრავლესობამ თქვა, რომ მათ არ უნდათ ქართული ოცნების მმართველობა. მე მგონია, რომ დღესაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, ის ხალხი, რომელიც შედის სუპერმარკეტში, მიდის ბაზარში და ხვდება გაძვირებული პროდუქტი. რატომ არის პროდუქტი გაძვირებული? ერთ-ერთი მიზეზი არის ქართული ოცნების წარმოუდგენელი, ენით აღუწერელი კორუფცია. კორუფცია არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საქართველოს მოქალაქეებს ყველაფერი გაუძვირდა და ცხოვრობენ სიღარიბეში. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გაძვირდა ყველაფერი არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია საქართველო. შეუძლებელია დღეს მსოფლიოში ქვეყანა იყოს იზოლაციაში და მისი მოქალაქეები არ ცხოვრობდნენ სიღარიბეში. ეს ყველაფერი არის ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგი. ამიტომ მე არ მგონია, რომ ქართველი ხალხი ამას ვერ ხედავდეს. რას ვერ ხედავს, რომ მიდის სუპერმარკეტში და რასაც ყიდულობდა, თქვათ, ასლარად 15 წლის წინ, იგივეს ყიდულობს? ხო ვერ ყიდულობს, არა? ასლარს დახარჯავს მარკეტში და სახლში არაფერი მოაქვს. შეიძლება მაქსიმუმ იმ დღის საჭმელი მიიტანოს. ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ბავშვებს არ აქვთ წამალი. ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სტუდენტებს ძირითადად შეათ. ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სტუდენტებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ ისწავლონ, იმიტომ რომ მათი უმრავლესობა მუშაობს და მე ვეღარ უთავსებენ ერთმანეთს 18 საათიან სამუშაო გრაფიკს და უნივერსიტეტში სიარულს. ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პენსიონერს აქვს არჩევანი, ამას სულ ვამბობ და კიდევ გავიმეორებ, რომ ან იყიდოს შეზღუდულად მედიკამენტები, წამლები, ან იყიდოს ძვლები, მოხარშოს ეს ძვლები და ჭამოს სუპი ხორცის გემოზე. ეს სუპიც კი გაუძვირდა უკვე. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობ ჩვენ. ევროპის კავშირის არც ერთ ქვეყანაში ეს არ ხდება და მე ამიტომ მოვიტანე ეს რიცხვები. რამდენია პენსია ევროპის კავშირის ქვეყნებში და რამდენია პენსია საქართველოში? რამდენია იქ ხელფასი, რამდენია აქ ხელფასი? რაღაც რამდენიმე წუთი დაგვრჩა და ბოლოს ისევ ევროპისგან იზოლაციის პრობლემას რომ დაუბრუნდეთ და ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანასთან, გერმანიასთან ურთიერთობაზე ვისაუბროთ ამ შემთხვევაში. ამჯერად დაძაბულობა შექმნა ქალაქ ზაარბრიუკენის მთავრობის მიერ თბილისთან 50 წლიანი მეგობრობის შეწყვეტის თაობაზე მიღებულმა გაწყვეტილებამ. ამ ამბავს იცით, რომ თბილისის მერი კახაკალიძე გერმანელი ხალხისთვის სამძიმრის წერილიც გაგზავნით გამოეხმაურა, რასაც თავის მხრივ უპასუხა საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა, ხოლო გერმანიის ელჩს ისევ
ქართულმა ოცნებამ და მათ შორის ირაკლი კობახიძემ და აი ასე მოკლედ წრეზე დავდივართ უკვე კარგა ხანია გერმანიასთან ურთიერთობაში. აი სანამდე შეიძლება მივიდეს უკვე უშუალოდ გერმანია ქართული ოცნების ხელისუფლების ურთიერთობები და აქვე ქართული ოცნება უშუალოდ ელჩ პეტერ ფიშერს ადანაშაულებს ბრიუსელსა და თბილისს შორის აი ურთიერთობების სარევაში და ავიცი ახარებს ის ამბავი რომ ელჩი მალე დაასრულებს საქართველოში მუშაობას და თბილისს რამდენიმე თვეში დაემშვიდობება. რამდენად უნდა დაბრალდეს ორ ქვეყანას შორის უკიდურესი დაძაბულობა თავად გერმანიის ელჩს და რამდენად შეიძლება ვთქვათ რომ ახალი ელჩის პირობებში ურთიერთობები შესაძლოა პოზიტიური კუთხით წავიდეს. ელჩი ნებისმიერ ქვეყანაში ასრულებს თავისი ქვეყნის მთავრობის დავალებებს. არ არსებობს არც ერთი ელჩი, რომელიც არ ვიცი, სადმე მოღვაწეობს თავისუფალ ცურვაში. ეს არ არსებობს არც ერთი ქვეყნის შემთხვევაში. გერმანიის შემთხვევაში კონკრეტულად მე მახსენდება სულ მცირე ორი განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ანუ გერმანიის მთავრობის მხრიდან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს გერმანიის მთავრობას, მთავრობის ნაწილია. სადაც მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს თავიანთ ელჩს და ამ განცხადებაში ხაზგასმის სალსახად მკაფიოდ აღნიშნეს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი თბილისში ასრულებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებებს. ამიტომ ნებისმიერი რაღაცა გადაბრალება რამის ელჩზე, ეს არის აბსურდი, ეს არის პროპაგანდა, ეს არის ტყუილი, ამ ტყუილით, ამ პროპაგანდით ისინი ცდილობენ გავლენა მოახდინონ, მოატყუონ, გააბრუონ, გააგიჟონ თავისი დარჩენილი მომხრეები, რომლებიც დიპლომატიის, ვთქვათ, ასეთ დეტალებში შეიძლება არ არიან ჩახედული. ზაარბრუკენთან მიმართებაშიც ზაარბრუკენი არის ქალაქი, რომელსაც მართავს ამ ქალაქის არჩეული ხელმძღვანელობა, ხო? ანუ ქართული ოცნების წარმომადგენლებს არ აქვთ ცოდნა, რას ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობა. საქართველოში ხო ყველაფერი ცენტრალიზებულია და ერთი ოჯახის მიერ იმართება. გერმანიაში ასე არ არის. ზაარბრუკენ შეიძლება მართავდეს საერთოდ ოპოზიციური რომელიმე პარტიიდან მერი, ან ეს იყოს ოპოზიციური პარტიების კოალიცია და სულაც არ იყოს, ვთქვათ, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, რომელიც დღეს მართავს, ვთქვათ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. ზაარბრუკენი არის ქალაქი, რომელშიც მე ნამყოფი ვარ 3 დღე მიმასპინძლეს ზაარბრუკენის უნივერსიტეტმა და ზაარბრუკენის ადგილობრივმა თვითმმართველობამ. 1993 წელს, როდესაც საქართველოში იყო სამოქალაქო ომი, დაპირისპირება, არ იყო დენი, გაზი, წყალი, არაფერი და აქედან ჩასულ მშიერ სტუდენტებს გვიპატრონეს, დაგვაპურეს ზაარბრუკენის ადგილობრივი თვითმმართველობა ზაარბრუკენის. აი ეს მეგობრობა კიდე თბილისს და თურმე 1991 წელს, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი არსებობდა, თბილისის დინამო თამაშობდა თასის ფინალს დუსელდორფში, დასავლეთ გერმანიაში, აღმოსავლეთ გერმანიის გუნდთან და მაშინ ზაარბრუკენელები, თბილისთან დამეგობრებული ქალაქის წარმომადგენლები ჩავიდნენ დუსელდორფში და თბილისის დინამოს გულშემატკივრობდნენ. ასეთი ქალაქია ზაარბრუკენი, ასეთი სტუმართმოყვარე ხალხი არიან გერმანელები, ასე გვიჭერდა ჩვენ ყოველთვის გერმანია მხარს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გერმანია წარმოუდგენელ პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა საქართველოს, აი ჩაბნელებულ და მშიერ საქართველოს, სწორედ გერმანია უდგა გვერდით და სამწუხაროდ ასე არაქართულად, ასე არაკაცურად, ასე არაქრისტიანულად ვეპყრობით ახლა ჩვენ გერმანიას. ელჩებზე თუ მაგრო ვიტყვი, წინა ელჩი მეგობრობდა ქართულ ოცნებასთან, წინა ელჩის ცოლი იყო ბიზინა ივანიშვილის უნივერსიტეტის პროფესორი და ამაზე სკანდალური სტატიაც კი იყო გერმანიაში, ანუ ამდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ელჩთან. პეტერ ფიშერთან, რომელსაც მეც ვიცნობ და ის არის შემიძლია და გითხრათ თუ არის ბრწყინვალე დიპლომატი, პეტერ ფიშერსაც ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა ქართულ ოცნებასთან. მე პირადად რამდენჯერაც მისაუბრია პეტერ ფიშერთან, მას ყოველთვის გამოუხატავს სიმპათია კობახიძის, პაპუაშვილის, ოხანაშვილის გერმანიაში განათლებული ადამიანების მიმართ. ეხლა პაპუაშვილი 21 წლის განმავლობაში იყო გერმანიის მთავრობის, არა გერმანიის მოქალაქე დასაქმებული. ანუ ის არ იყო გერმანიის მოქალაქე, მაგრამ ხელფას 21 წლის განმავლობაში იღებდა გერმანიის
სახელმწიფოსგან და გერმანიის ამჟამინდელ ერს ეს არაერთხელ აღონიშნავს, რომ ხალხი არის გერმანიაში განათლებული და დიახ, მე მათთან მაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობა. ელჩის მოვალეობაა, რომ შეხვდეს ყველა პოლიტიკურ ფრთას, ყველა პოლიტიკურ პარტიას, საზოგადოებრივ სხვადასხვა ჯგუფებს, მეც ეს გამიკეთებია, როცა მუშაობდი სხვადასხვა ქვეყანაში, ეს არის დიპლომატის, როგორ გითხრათ, რომ ვალდებულება, ეს არის მისი საქმე. როცა მე მქონია მასთან შეხვედრები, ბატონ პეტერთან, ბატონ ფიშერთან, ის ყოველთვის ძალიან კაფეოდ გამოხატავდა თავის სიმპათიებს ქართული ოცნების მიმართ. აი რა მიიღო მან შედეგად. მე მისთვის მithქვამს, რომ არ შეიძლება თუ ოთახში არის გველი, არ შეიძლება ამ გველთან თამაში. შეიძლება ითამაშო 4 დღე, მაგრამ მე-5 დღეს ის აუცილებლად გიქმეს. მას ეხლა უკბილეს. ანუ ეუბნებოდით და არ გიჯერებდათ. დიახ. და ეს შეუძლია დაადასტუროს ბატონმა ელჩმანს. ანუ რას ვეუბნებოდი? მე ვეუბნებოდი, რომ საქართველოს არ ვითარდება, არ მიდის სწორი გზით. მე ამას ვეუბნებოდი, რომ ეს არ არის სწორი გზა, რასაც აკეთებს ქართული ოცნება. ეს არ არის გზა, რომელიც საქართველოს მიიყვანს ევროპის კავშირამდე. ეს გზა საქართველოს დატოვებს მარტო რუსეთის პირისპირ. მას მიაჩნდა, რომ ქართული ოცნება, რასაც აკეთებდა, ეს იყო ევროპული გზა. აქ განსხვავდებოდა ჩვენი მოსაზრებები. ჩვენ ახლა რეგულარულად ჩვენი საქმიანობა ეს არის. მე ჩემი დღევანდელი საქმიანობაც ეს არის. დღესაც მე უნდა ველაპარაკო ჩემს კოლეგებს აკადემიიდან, უნდა ველაპარაკო დიპლომატებს, უნდა ველაპარაკო სხვადასხვა სახელმწიფოს თანამდებობის პირებს, თუ ამის საშუალება იქნება. ეს არის ჩემი სპეციალობა. მე სხვა სპეციალობა დღეს არ გამაჩნია. ეს არის ჩემი საქმე. ამას უნდა ვაკეთებდე და რადგან ეს არის ჩემი საქმე, ძალიან ბუნებრივია, რომ სხვადასხვა სახელმწიფოს ელჩები სხვადასხვა ღონისძიებაზე, როდესაც თქვათ ერთმანეთს გადავეყრებით, ერთმანეთს უზიარებთ აზრებს. აი ამ აზრების გაზიარების დროს მე გეუბნებით, რომ ბატონი ფიშერი ყოველთვის გამოხატავდა თავის სიმპათიას ქართული ოცნების მიმართ. აი რა მიიღო მან სამაგიერო. ახლა გეუბნებათ, რომ შეფასებებში შეცდა ის არის ძალიან კარგი პიროვნება, ის არის ძალიან კარგი დიპლომატი, ის სამწუხაროდ მალე ტოვებს საქართველოს. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მის მიმართ ასე უხეშად, ასე არა დიპლომატიურად, არა ქართულად, ძალიან არა კაცურად იქცევიან, ალბათ ესეც არის, რომ რადგან ის უკვე ამთავრებს თავის ვადას საქართველოში, ეს ასე ვთქვათ, აი დაბალი ღობენახეს და ეხლა აი ამ დაბალ ღობეს ადვილად გადაჯეგეს, ესე ფიქრობენ და ამავდროულად ეს არის სიგნალი გერმანიის მიმართ, რომ შემდეგი ელჩი, რომელიც ჩამოვა, უნდა გაითვალისწინოს, რომ აქ მას აი ასეთი დამოკიდებულება დახვდება. ეთილი, მადლობა ბატონ გია, ჩვენთან მოსვლისთვის, თქვენი პოზიციების გაზიარებისთვის, გია ჯაფარიძეს ვამშვიდობებით, თავის ხვალის სტუდიაც დღეს ამით ასრულებს მუშაობას, ერთმანეთს ამ სტუდიაში მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით. მშვიდობიან ღამის გისურვებთ.